მოგესალმებით, ეს პოპკასტია და ვაგრძელებთ ციკლს პიროვნული განვითარების და ასევე მიჯაჭვულობების დამოკიდებულების შესახებ. და სწორედ ამასთან დაკავშირებით ყავს მოწვეული სარეაბილიტაციო ცენტრი გამოსავალის პროგრამული ხელმძღვანელი ბატონი ზაზა კალანდარიშვილი. მოგესალმებით ბატონო ზაზა, მივესალმებით ჩვენ მაყურებელს. მადლობა რომ გვიყურებთ. მოდი დავიწყოთ და დავიწყოთ თავიდან. როგორ გაჩნდა ეს იდეა? თქვენ როგორ აღმოჩნდით გამოსავალის წიაღში? თქვენთვის საიდან იწყება ამბავი გამოსავალი? მადლობა მოწვევისთვის და საინტერესო თემატიკის წარმოწევისთვის წინაპრებზე. მადლობა რომ მოგწანდით. საკმაოდ აქტუალური თემა არის. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ გამოსავალის დაფუძნების და ამ სერვისის გაჩენის აუცილებლობა საქართველოში დიდი ხანია დგას დღის წესრიგში, თუმცა მხოლოდ 2018 წლის მიწურულს გამოსავალი გაიხსნა როგორც ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, კერძო, ასე ვთქვათ, პირველი სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ადამიანებს, პრობლემის მქონე ადამიანებს, ადიქციის პრობლემის მქონე ადამიანებს მიეცათ შესაძლებლობა ტრადიციული მეთოდებით მკურნალობის გარდა მიეღოთ რაღაცა განსხვავებული სერვისი, რომელიც გაცილებით მეტ შესაძლებლობას მისცემდა პრობლემის მქონე ადამიანებს გამოჯამთრების შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო პრაქტიკაა და წლებია უკვე რომ თქვათ განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებულია. მაგალითისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენაირი სარეაბილიტაციო ცენტრი არის დაახლოებით 7500 ერთეული და ჯამში ადიქციის პრობლემაზე მუშაობს დაახლოებით 25000 დაწესებულება. ხო ხვდებით, საკმაოდ მასშტაბური პრობლემაა, არ არის ის თემა, რომ მარტო საქართველოში გვაქვს ეხლა და ყოველ სადარბაზოში წამალს იკეთებენ, ეს არის ყველაფერი სტერეოტიპი, არ ეფუძნება მტკიცებულებებს, არ ეფუძნება კვლევებს, რომლებიც არ ტარდება რელევანტურად და ასე შემდეგ. გამოწვევა მსოფლიოს აქვს და სასურველია მივიღოთ საპასუხო ზომები. აი ესე შეგვიძლია რომ ვთქვათ საქართველოსთან მიმართებაში, იმიტომ რომ ამერიკაში ვთქვათ 2023 წელს 100000-ზე მეტი ოვერდოზის შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 75% ოპიოიდების ჯგუფს მიეკუთვნებოდა და ასე შემდეგ. საკმაოდ ისეთი ციფრებია, ხო, მასშტაბური. ამიტომ რომ ვთქვათ ეხლა რომ საქართველოში პირველ ადგილზეა ნარკოდამოკიდებულების პრობლემა და ყველგან შპრიცები ყრია, ეს ყველაფერი არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი იმ ადამიანების გარშემო დანახული რეალობა, რომელსაც ჩვენ ლოკალურად ვხედავთ, თქვათ, რაიონის მიხედვით, ტენდენციურობის მიხედვით, რაღაცა სხვადასხვა პუნქტების არსებობის მიხედვით და ასე შემდეგ. ოღონდ ბატონ ზაზა, აუცილებლად აღვნიშნოთ, რომ თუმცა რეაბილიტაციის მნიშვნელოვნების კუთხით დასავლეთს ნამდვილად ვერ შევედრებით, იქ ნამდვილად პრიორიტეტია, თქვენ ახსენეთ რამოდენიმე 1000 სარეაბილიტაციო ცენტრია, ხო? და პლუს აი სახელმწიფო რესურსითაც თქვათ რომ შევადაროთ, მაგალითად თქვათ რომ საქართველოში 2022 წელს თუ არ ვცდები, თუ გამოიყო ჯამში 12 მილიონი ლარი მხარდაჭერით და რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის პროგრამებისთვის, ასე ვთქვათ, ჯამურად ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიყო 600 მილიარდი დოლარი, თქვათ. ხო ხვდებით, მე ხაი ციფრების თქვათ ძალიან განსხვავებულია მოსახლეობა, მაგრამ მაინც განსხვავება. პროპორციულადაც რომ დავთვალოთ, შეუდარებელი მასშტაბია ამერიკაში. ეხლა რატო გაჩნდა ამის აუცილებლობა ზოგადად რა? ის რომ თქვათ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების და ადიქციის შემთხვევაში ნარკოდამოკიდებულებას რასაც ვეძახით და თუ აუცილებელია რომ მოხდეს ფიზიკური დეტოქსიკაცია და ადამიანი გაიწმინდოს ჯერ ბიოლოგიურად ტოქსიკური ზეგავლენისგან და ეგრეთ წოდებული აბსტინენციის მდგომარეობა შენარჩუნდეს, აღკვეთის მდგომარეობას რასაც ვეძახით, ლომკეს ვეძახიან, ეგ უნდა მოიხსნას, რომ თქვათ, მე რელევანტური იყოს ჩვენი ჩართულობა. ნარკოტიკის შემთხვევაში, ალკოჰოლის შემთხვევაში და თამაშდამოკიდებულება კიდე ცალკე განსხვავდება. ხო, აი თამაშდამოკიდებულება უფრო ადიქციური ქცევარი, ვიდრე თქვათ, ფიზიოლოგიური გაწმენდა არ მოხმარება, ხო. მაგას ფიზიკური აბსტინენცია, მაგრამ ფსიქოლოგიური და ემოციური უფრო მწვავე მდგომარეობით ხასიათდება მაგალითად. აი ლტოლვა თამაშის მიმართ შესაძლოა უფრო თუ გავზომავდით რამენაირად, ეხლა რაც უფრო პრაქტიკიდან გამომდინარე გესაუბრებით, შესაძლოა უფრო მწვავე იყოს იმ აღკვეთის პერიოდში. ანუ აღკვეთა ისიც უბრალოდ ის ქცევის აღკვეთა ხდება და აქ კონკრეტული ნივთიერების მოხმარების აღკვეთა ხდება და აქ თუ ორგანიზმის ჩათრეულია და ჩართულია და ფიზიკური ლტოლვა და მიჯაჭვულობაც გამოკვეთილია და სახეზეა, იქ ვთქვათ ემოციური, ფსიქოლოგიური აი ეს ლტოლვები, რომელიც
ხშირად გადაულახავია ხოლმე ზუსტად მაგიტო კლასიფიცირდა ბოლო წლებში ლუდომანია როგორც დაავადება. ანუ ადრე მხოლოდ ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება იყო კლასიფიცირებული და ახალი კლასიფიკატორებში გამოჩნდა ლუდომანია და ასევე როგორ არის იცით გემბლინგიც ალკია და გეიმინგიც კი დაფიქსირდა. ანუ არააზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას დაავადებად აღიარა განვითარებულ ქვეყნებმა. ანუ ვიდეო თამაშები, ინტერნეტ დამოკიდებულება, აი ეს უკვე ნიშნავს, რომ შენ აზარტულად ეხა ვიღაცას სანაძლეოს არ უდებ, მაგრამ ფულზე არ თამაშობ, მაგრამ შესაძლოა გქონდეს ადიქციისკენ სხვა კი ბატონო, დაუბრუნდეთ ახლა ნივთიერებებზე დამოკიდებულება. ეხლა დაუბრუნდეთ ნივთიერებს, ეხლა რატო გავაკეთე პატარა ექსკურსი, რომ თქვათ პრობლემის შინაარსი, რომ ბევრად უფრო ფუნდამენტური სიღრმისეული და განვრცობადია და არ შემოიფარგლება ერთი კონკრეტული სუბსტანციის მოხმარებით ამაზეა საუბარი. ანუ პრობლემა, რომელიმე კონკრეტული ნივთიერება კი არ არის, ადამიანი ისედაც ცუდად რო არის, იმიტომ მოიხმარს. ანუ არ არის ნივთიერება მოხმარების მიზეზი. ეს არის შედეგი დაავადების და არა მიზეზი, რომ აი რომ მოიხმარს იმიტოა ცუდად. ანუ ადამიანები მოხმარებას თავს ანებებენ და მაინც ცუდად არიან. მაშინ რატო არ არიან კარგად? რატო უბრუნდებიან? ბევრი კითხვა შეიძლება გაგვიჩნდეს, ხო? თუ მოხმარების თავშეკავებამ შეიძლება რომ გამოჯამთელება და განკურნება უზრუნველყოს, რატო უბრუნდებიან ეს ადამიანები? ხო, ძალიან საინტერესო რაღაცის სახით და შეიძლება რომ თავიდან დავიწყოთ, როგორ ხდება ადამიანის ამ მდგომარეობაში? ხო, ეხლა რაც შეეხება რა განაპირობებს მიზეზებზე თუ ვისაუბრებთ, ყველა ვარიანტში უნდა ვისაუბროთ მულტიპრობლემებზე, მულტიფაქტორებზე, ანუ ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, თუმცა შემიძლია, რაზეც თანხმდებიან დარგში მომუშავე სპეციალისტები, ჩამოთვალო რამდენიმე ძირითადი მიზეზი, რამაც შეიძლება რომ პროვოცირება მოახდინოს და უფრო მაღალი რისკ ფაქტორის მატარებელი გახადოს ადამიანი, რომ საბოლოო ჯამში გახდეს რაღაცაზე დამოკიდებული, ხო? პირველი ეს არის გენეტიკური წინასწარი განწყობა. ანუ ვამბობთ, რომ პირდაპირ გენი ესე არ გადმოდის, თუმცა ძალიან დიდი ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჩამოყალიბებაზე პიროვნების და კვლევების მიხედვით დადასტურდა, რომ ალკოჰოლ დამოკიდებულ ოჯახებში, სადაც მშობლები იყვნენ, თქვათ, ალკოჰოლზე დამოკიდებულები, ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა. მათ შვილებში 8-ჯერ უფრო მაღალი რისკი იყო, რომ ისინი ხდებოდნენ დამოკიდებულები, ვიდრე არადამოკიდებულ, ასე ვთქვათ, ოჯახებში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვისი მშობლების დამოკიდებულები არიან აპრიორში ყველა შვილი დამოკიდებული. ესე ვერ ვამბობ, ხვდებით, მაგრამ რისკ ფაქტორი იზრდება, ხო? ეს ერთი ფაქტორი. მეორე აუცილებლად უნდა ვახსენოთ დისფუნქციური ოჯახი. ძირითადად 80%-ზე მეტი ნივთიერებების დამოკიდებულების შემთხვევაში კვლევებს რო ვატარებთ, თქვა და ვიკვლევთ უკვე კონკრეტულ кейსებს, 80% მოდიან დისფუნქციური, ანუ დესტრუქციული ოჯახებიდან. იქ სადაც პარტნიორებს, ანუ დედას და მამას, მუცლად ყოფნის პერიოდიდან, თქვათ, რაღაცა ასაკამდე არ ქონდათ ერთმანეთთან ჰარმონიული და ჯანსაღი კომუნიკაცია და ურთიერთობა. იქ სადაც შეიძლება ბავშვი ვერ ხედავდა მშობლების კონფლიქტს და ჩხუბს და კამათს, მაგრამ გრძნობდა, რომ დედა სულ დაძაბული იყო, სულ რაღაცა პრობლემის ქვეშ იყო, სულ ტიროდა მაგალითად, ანუ ხშირად არის ხოლმე ბავშვებს, ნუ გეშინია დედა, მე დაგიცავ, მე თავიდან გაგათხოვებ და რაღაცა სწავლებს ეუბნებიან მით უმეტეს ხანდელი ბავშვები. ხო, ანუ არის ნერვიული, ანუ რატო ამშვიდებს? ბავშვი გრძნობს, რომ რაღაცა ისე ვერ ხვდება შეიძლება რატო არის ესე, მაგრამ ну არ ვიცი პარტნიორს თქვათ არ უთმობს სათანადოდ რომ ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს რატო შეიძლება რომ პარტნიორებს არ ქონდეს ჯანსაღი კომუნიკაცია შეიძლება შემდეგ ბავშვი ამ დროს თუნდაც აი დედის დასაცავად თუ მამაზეა ლაპარაკი რო არის დამოკიდებული რაღაც მხარედ გადაიქცეს რომ და ეს კიდე დამატებითი კი ეს დამატებითი ნეგატიური გამოცდილება მოდის მე სიტყვა ტრავმირება სტრესი ცოტა ესე ფრთხილად მოვიკიდები საკმაოდ ისეთი სპეციფიური ტერმინია და ესე ვერ განვაზოგადებ მაგრამ ნეგატიურ გამოცდილებას რო იღებენ ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და შეგვიძლია დაჟინებით თქვათ რომ ეს არის ნეგატიური გამოცდილება რომელიც მინიმუმ რაღაცა ტიპის დეფიციტს აჩენს მშობელსა და შვილს თუ მოზარდ შორის, სადაც მას სჭირდება უპირობო სიყვარული, ზრუნველობა, განცდა იმისა, რომ ჰარმონია ოჯახში არა მარტო მასა და დედა შორის. ემოციების ხარშვა არ უნდა უწევდეს არასრულწლოვან ბავშვს. ხო, ხვდებით რა, ანუ აი წარმოიდგინეთ, რომ დაუცველი ადამიანს გიწევს რაღაცა დახელოვნებულ გარემოში რაღაცა ორთაბრძოლის წარმართვა, რომლის მზადყოფნა და გამოცდილება ამ ბავშვს თუ მოზარდს არ არის და იღებს ისეთ გამოცდილებას, როგორცაც იღებს, მოდი ესე ვთქვა, არ ვიცით როგორც, მაგრამ ერთნიშნულოვნად ნეგატივი. არა ჯანსაღს. ხო, ну აი პოზიტივში ვერ გავატარებთ მაგას, ხო? ეს დაძაბულობა, ხელოვნურად შიშ ფოთიფორიაქი, რომ აი ისევ მოვა, ისევ არ მოვა, იქნება ფხიზელი, არ იქნება პირობითად ვამბობ. შეიძლება იქ იჩხუბებენ არის. გაიგოს რაღაც მომენტში, რომ მამას ან დედას
ალტერნატიული პარტნიორი ყავს თქვათ, მესამეჯ გამოჩნდა რაღაც ეგ ხო ან ურთიერთობებში ბევრი რამე ხდება, ან მეორე ოჯახი შეიქმნა, დაშორდნენ დედა და მამა, ესეც ნეგატიური გამოცდილება. ძალიან ბევრი ნიუანსია რა. მაგრამ აპრიორში ესე თანხმობთ რომ წინა პირობები. ხო, ნახეთ, ლაგდება ნელ-ნელა რაღაცეები, ხო? ესეც შეიძლება რომ იყოს ერთ-ერთი მთავარი მიზეზად მიჩნეული, რა თქმა უნდა, აღზრდის მეთოდს გამოყოფენ ორს ძირითადს. პირველი ეს არის უსიყვარულობა, უყურადღებობა, როდესაც ნახეთ, შეიძლება ბევრი ყურადღების მიმქცევი ყავს ბავშვს. ძიძები, ბებიები, ბაბუები, არ ვიცი, ნათესავები, მაგრამ ყველაზე მთავარი კომუნიკაცია აკლია დედასთან და მამასთან. პირველ 3 წლამდე რეკომენდირებულია რომ უპირობო სიყვარულში იზრდებოდეს ბავშვი და არანაირი თქვათ იქ აღზრდის და რაღაც გაზრდის მეთოდებზე არ იყოს საუბარი და მიუცეთ უპირობო სიყვარული. ესე არის მოკლედ რეკომენდაცია და თუ ამის დეფიციტი ჩნდება რაღაც მომენტში, ესეც რისკ ფაქტორებში არის გაყვანილი. ბატონო, აუცილებლად თქვათ ქართულ კულტურაში ვართ და რო არ გავუსვათ ხაზი, არ შეიძლება პირიქით ზემზრუნველობა. აი მაგას ეს მეორე მეთოდი არის, უკვე მეორე უკიდურესობა, სადაც ჰიპერმზრუნველობით იზრდება ბავშვი. აბა პირი გააღი მატარებელი მოდის მიყვარს ეს ფრაზა, ქუჩაში ბევრჯერ გვინახავს, დაზდევენ და აბა ვაჭრობა რომ აბა გააღი, არ გავაღებ, მაშინ ეს მიყიდე, მაშინ არ გიყიდი, მოკლედ ეს ჰიპერმზრუნველობის გამოვლინება. საბოლოო ჯამში პიროვნება, როგორც ბავშვობიდან ხომ ისი პიროვნება უყალიბდება ეგოცენტრული ხედვა სამყაროს მიმართ, მას მიაჩნია რომ ის არის სამყაროს ჭიპი და ყველა დანარჩენი მონაწილე თუ აქტორი ამ სამყაროში უნდა ემსახურებოდეს მის მოთხოვნილებებს. აი ესეთი განწყობა აქვს და მე დიდობაშიც ხშირად შეატყობთ ხოლმე ეგეთ ადამიანებს, რომ გარდა იმისა, რომ იცის თვითონ როგორ უნდა იცხოვროს, ისიც იცის თქვენ როგორ უნდა იცხოვროთ. რა უნდა გააკეთოთ, რა არ უნდა გააკეთოთ. გადამრჩენელის როლში შეიძლება ხო როლები იცვლება ხშირად, მაგრამ ნახეთ, ანუ განცდა როგორია, რომ მე ვიცი, თქვენ რა უნდა მასწავლოთ, მე ჩემი ცხოვრება ხო ვიცი, მაგრამ თქვენიც მე ვიცი. ანუ მე რა უნდა ჩავიცვა, როგორ უნდა გამოვიყურებოდე, სად უნდა ვაკეთებდე, რას უნდა ვაკეთებ და თქვენ რას უნდა აკეთებდეთ, რას არ უნდა აკეთებდეთ, რა უნდა გეცვათ, რა უნდა გეცვათ, იმასაც მე ვწყვეტ ჩემს ფსიქიკაში და თუ ვინმე ამ მოცემულობაში ფეხს არ ამიბავს და არ აკეთებს ისე როგორც პირველ პირში რო თქვა მეწარმომიდგენია, მაშინ კონფლიქტი მექნება და შეუსაბამობა და კამათი და ასე შემდეგ. აუცილებლად უნდა დავამატო. ეს ჩემთვის საინტერესო საყვარელი თემებია და მაქვს რაღაცა დოზის ინტერესი ვიკმაყოფილებ ხოლმე და სტატიებს ვკითხულობ, ვეცნობი. აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ესეთ ადამიანს, ბავშვს, მოზარდს, უკვე მერეს დასულს, შეიძლება თავის საჭიროებები პირიქითაც მოხ საერთოდ არ იცოდეს. იმიტომ რომ ეს helicopter mothering, რასაც ქვია, რომ ჰელიკოპტერი, ანუ ვერტფრენი მშობელი ყავდა და ყველაფერი იმან იცოდა, მე აღარ ვიცი, მე რა მინდა. ესეც შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მე ჩემი საჭიროებებს აღარ ვიცნობ, იმიტომ რომ ის თავისთავად მიკმაყოფილდებოდა და მე რა მიყვარს, ფორთოხლის წვეთ ვალუბლის აღარ ვიცი. ნიშანდობლი ვიცით რა არის, რომ ეს ადამიანები მხოლოდ თეორიულად და უკვე ადიქციის პრობლემის გამოვლენ, ანუ თეორიულად ამბობენ მაგას, მაგრამ პრაქტიკაში, აი კითხვას რომ უსმევ, თუ ესე კარგად იცი თეორიულად როგორ უნდა იცხოვროს პიროვნებამ, შენი თავისთვისაც მხოლოდ კარგი რაღაც იცი რა უნდა აკეთოს, სხვა ოჯახის წევრებისთვის. შენ ცხოვრებაში ქაოსი რატოა? ანუ პირველ რიგში ხო შენი ცხოვრება უნდა დაალაგო და თუ ესეთი მაგარი ხარ, პროფესორი ხარ თქვა ცხოვრების და ესე მაგრად იცი, ძალიან მარტივია ზოგადად თეორია, ხო, მაგრამ ძალიან რთულია პრაქტიკაში მოყვანა. ნებისმიერი ვინმესთვის, მაგალითად, ჩემთვისაც და ყველასთვის, ხო, ანუ მარტივია სხვას რაღაცა უთხრა, რეკომენდაცია გაუწიო, მაგრამ შენ პირადად გაატარო ეს შენ ცხოვრებაში საკმაოდ უფრო რთული მოცემულობაა და აი ეგ არის ნიშანდობლივი, რომ თეორეტიკოსებს ეძახიან. დამოკიდებულების პრობლემის ქონა ადამიანის, იმიტომ რომ ორშაბათიდან, ახალი წლიდან ეს რომ მოხდება, სინამდვილეში პასუხისმგებლობას თავის თავში არიღებ. რატომ? იმიტომ რომ პიროვნება ვერ შედგა რაღაც მომენტში, როგორც დამოუკიდებელი პიროვნება ვერ შედგა, აქვს რაღაც დანაკლისები, ხარვეზები, უპასუხო რაღაც გამოწვევები თავის დროზე, შესაბამისად და ამიტომ თეორიებში იკარგება და ილუზიებში. და პრაქტიკაში ამის განხორციელებას ვერ ახერხებს. ესეც ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი, უკვე შედეგზე გადავიდეთ, მაგრამ აი მიზეზებზე თუ საუბრობთ, ესეც რა თქმა უნდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზთაგანია, რომელმაც შეიძლება რაღაც ტიპის ზეგრონი მოხდინოს. ასევე კულტურულ-მენტალური თავისებურებები, სოციალური გარემო, რაღაც ჩვენთან თუ ვიტყვით მაგალითად კრიმინალური სუბკულტურის ზეგავლენა, ან ბევრი რამ სოციალური ფაქტორები, ხო, აი სოციალური ფაქტორები, რომლებსაც დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანის შეხედულებებზე, რწმუნებულებებზე, ფასეულობებზე და ასე შემდეგ. აი ესეც კი ერთ-ერთი რისკ ფაქტორია და ამ ყველა ფაქტორთა ერთობლიობა ქმნის სასათბურე პირობებს, რომ ადამიანს გამოვლინდეს
დამოკიდებულება, როგორც დაავადება. აი ესე შეგვიძლია რომ ფორმულირება გავაკეთოთ აი, მიზნებს. აუცილებლად შევაჯამოთ მაყურებლისთვის, რომ აი თქვენ რასაც ამბობთ, შეიძლება თქვენთვის ეს არის უკვე 2-ჯერ 2-4, მაგრამ მერწმუნეთ მაყურებლისთვის ეს არის მაინც ჯერ კიდევ აი ეკო არის რაღაც გაუაზრებელი შორიდან მოსული ხმა, რას გულისხმობ, რომ ჯერ ადამიანი ხდება დამოკიდებული, უკვე პრობლემა აქვს და მერე შემოდის კონკრეტული ნივთიერება. ხო, იცით რა არის? ან ყველას გონია ნახეთ სტერეოტიპულად, რომ გავსინჯე ნარკოტიკი და გავხდი დამოკიდებული, გავსინჯე ალკოჰოლი ერთხელ ორჯერ და გავხდი დამოკიდებული და ეს არის პრობლემა იმას რომ მოაშორებ, მე ნებისყოფა უნდა გეყოს და მორჩა რა პრობლემა რა. აი ამ ლინკებს და ბმას საერთოდ ვერ აკეთებს უმრავლესობა. მესმის და ძალიან ბუნებრივიც არის და გეტყვით რატო. მაგალითად სამედიცინო ოფიციალურ კლასიფიკატორებშიც კი, ანუ დაავადებად იგულისხმება, ანუ როგორი კლასიფიცირება. ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა, ანუ მეცნიერება და მედიცინა რას ამბობს, რომ თუ ხელშესახები არ არის და ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ადამიანი რაღაცაზე არის დამოკიდებული, ჩვენ არ შეგვიძლია დიაგნოზი სხვაგვარად დავსვათ. სხვა ყველაფერი, რასაც ახლა ჩვენ საუბრობთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თეორიული ნაწილია, მაგრამ აშკარაა, რომ იმ პრობლემის ალაგებით ან თავშეკავებით რეალურად ადამიანის პრობლემა ფუნდამენტურად ბედიცვლება და ამიტომ ვეძებთ უფრო სიღრმისეულ პრობლემებს და დავდივართ აი ამ სიღრმეებში, რა არის გამოსასწორებელი, რადგენა სად შეიძლება, სად არ შეიძლება, სად გვაქვს რესურსი, სად არა, რომ კომპლექსურად, ინდივიდუალურად შექმნილი кейსიდან გამომდინარე, მოვარგოთ მას კონკრეტული რეაბილიტაციის გეგმა იმ საერთო გეგმასთან ერთად, რაც თქვა ყველასთვის ზოგადია, ხო? აქედან გამომდინარე ამიტომ არის ხოლმე ესეთი ხედვა, თან ხო ანტისოციალური გამოვლინება აქვს ამ დაავადებას, ანუ ისინი იწყებენ დაავადების მომსახურებას სხვა ადამიანების ხარჯზე. მათ ჭირდებათ ფსიქოლოგიური რესურსი, ემოციური რესურსი, მატერიალური რესურსი, პასუხისმგებლობების ხებზე გადაბარება, იმიტომ რომ თვითონ სხვა საქმე აქვს, ანუ ყურადღების ფოკუსის კონცენტრირება სხვა რამეზე ხდება და შესაბამისად რეაგირებს საზოგადოებაც. ანუ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის. ამიტომ არის საჭირო კომპლექსურად რომ მკითხოთ ეხლა როგორ ხედავთ თქვა როგორ უნდა მოგვარდეს ზოგადად პრობლემა, ხო? კომპლექსურია ისეც, ანუ მარტო რეაბილიტაცია კი უნდა ვითარდებოდეს, ხო? პრევენციაზე, რომელიც მოდი სამ პრევენციაზე გადავიდეთ. მოვიდა ახლა გამოსავალში ადამიანი, ხო? და რა ხდება ამ დროს? აი მოდი ეს გავიაროთ ეს გზა. კი ბატონო. გადაწყვიტა და მოვიდა. პირველ რიგში ძალიან მისასალმებელია მხოლოდ ის, რომ თუნდაც ვერ ჩაერთოს ან არ ჩაერთოს თუ არ ვიცი, არ მოხდეს თქვა შემდეგ ეტაპზე გადასვლა, ზოგადად მოსვლა და ამის აღიარება არის ყველაზე რთული პროცესი. მინდა გითხრათ, რომ უმეტესობა ნივთიერებებზე დამოკიდებული ადამიანებისა ისე ასრულებენ სამწუხაროდ სიცოცხლეს, რომ მაგ მდგომარეობამდე ვერ მიდიან, რომ მოვიდეს და აღიარებითი ნაწილობრივი რაღაცა მაინც გითხრათ, რომ პრობლემა მაქვს. საზოგადოებასთან უჭირთ ამის აღიარება თუ თვითონაც არ უწყდებიან საკუთარ თავს? საზოგადოებასთან უჭირთ ერთი, იმიტომ რომ სტიგმატიზირებული ამბავია და ესე თავისუფლად თქვათ ვერ საუბრობენ, ეს ერთი პრობლემაა და ჩვენი საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონე ამ მიმართულებით და სტიგმატიზირებული ხედვა და რეაქცია ხელს უწყობს ამ სიღრმეებში ჩასვლას, რომ ადამიანი ფიქრობს, რომ ეს რო გააჟღეროს რაღაცა სამსახურიდან გამოაგდებენ, ცოლი დაშორდება, პირობითად ვამბობ, ხო იქ რაღაც ანუ ის შედეგები რაც შეიძლება ამ აღიარებას მოყვეს რაღაცა ტიპის შიშბადებს. რაც რეალობისგან შორს შეიძლება მართლაც ესე იყოს, ან ტეორისტი ხო? კი. სხვათა შორის ძალიან ბევრი პრეცედენტი შექმნა გამოსავალმა, სადაც მაგალითად სამსახურმა გადაუხადა მკურნალობის ფული ერთ-ერთ თანამშრომელს. მაგალითად პრობაციის ეროვნულ ბიუროში წერილს რომ ჩვენთან მკურნალობს და არ არის სავალდებულო თითის დადება და ოფიცრები ითვალისწინებენ. ეს კანონმდებლობით არ რეგულირდება, მაგრამ პრეცედენტები იქნება და ესე იწყება. ხო, ძალიან რთულ გზას უყალავთ ასე რომ. მაგრამ მისასალმებელი ყველა ცდილობს ითანამშრომლოს. სადღაც მომენტში ყველა ხვდება რომ ეს ადამიანი არ არის ადეკვატური და ადეკვატურ პასუხს ვერ მოთხოვ რაღაც მომენტში რა. კი მესმის რომ ძალიან რთულია მაგის აღიარება, თქმა რომ ავადარი და დაავადებაზე მიწერა იმ ყველაფერი ქცევითი გამოვლინებისაც შეიძლება რომ თან სდევდეს დამოკიდებულ ადამიანს. თუმცა რაღაც მომენტში მაინც ადამიანები, ჰუმანური ადამიანები ვართ და სადღაცას თანაგანცდა გვაქვს და ხედავთ რომ ადამიანს რაღაცა პრობლემა შეიძლება ვერ დავარქვათ სახელი, მაგრამ არ იყო ესეთი ეს კაცი და რა დაემართ ყველაზე ხშირად. იცით რა კარგი ადამიანი? ვიცით, თქვენ გაგიკვირდებოდ და ვიცით, ანუ ყველა ადამიანს აქვს რაღაცა უარყოფითი თვისებებიც, დადებითიც უბრალოდ დამოკიდებულება აჩერებს და დადებითი თვისებების წინაპლანზე წამოწევას აფერხებს და წევს უარყოფითს და ამიტომ ხედავთ პიროვნებას. ამიტომ ახალი გაიდლაინით, როგორ არის იცით? პირი, რომელსაც აქვს ნივთიერებების მოხმარების პრობლემა
პირი, რომელსაც წარსულში ჰქონდა მოხმარების გამოცდილება, ანუ მიჯნავენ უკვე საერთაშორისო პიროვნება სხვა არის და მისგან ესეა თუ დაავადება თუ აღიარებთ, ესე უნდა მოიხსენიოთ და ჩვენ სპეციალისტები, ტელევიზიები, ჟურნალისტები ძალიან ვწოდავთ, როდესაც არ გვაქვს ინფორმაცია და ვამბობთ ნარკომანია, ლოთია, მოთამაშია, მატყუარა, აფერისტია. всё, კლიშე ისის და მე უჭირს იმ ადამიანს მართლა იჯერებს თუ თვითონ აიებეთი და გამიჯნო ამ ქცევის და პიროვნების ვეღარ ხდება. ხვდებით ამ ესეც პრობლემა. ამიტომ რა თქმა უნდა თავში კითხვა რას დაისვა, მე ყველაფერი ხელს უშლის რომ ადამიანი მოვიდეს ჩვენამდე. ამას ემატება რომ ოჯახში ამბობენ რომ კითხოთ გიორგი სად არის? წავიდა საბერძნეთში სამუშაოდ. ამ დროს შეიძლება ციხეშია ნარკოდანაშაულზე. ან სამკურნალოდ არის ანუ აღიარება რომ პრობლემაა ოჯახში ესეც ხო სტიგმატიზირებულია. ფსიქიატრთან ვიზიტი ითვლება კიდე რაღაც დონემდე იმათ რა ქვია სირცხვილად და რაზე უნდა ვისაუბროთ. ხო ანუ პრობლემები გვაქვს რა თქმა უნდა და სამუშაო ძალიან ბევრია. თუმცა ჩვენთან მოსული ადამიანები ვინც ამბობს რომ აი მოვედი და მჭირდება დახმარება პირველ ჯერზე ხდება პირველადი კონსულტირება. ესეთი სერვისი არის, სადაც კვალიფიციური სპეციალისტი აფასებს მის მდგომარეობას, ბიოლოგიურს, ანუ ფიზიკურს, ფსიქოლოგიურს თუ საჭიროა, რთავს ფსიქიატრს, ფსიქოთერაპევტს, ანუ გააჩნია შეფასების დროს რა პრობლემები წამოიწევს წინაპლანზე და თუ საჭირო არის, ხო, ეგრევე ერთვებიან დამატებით სპეციალისტები, თუ თქვათ არ არის საკმარისი პირველადი კონსულტანტის კომპეტენცია და გამოცდილება იმის შესაფასებლად, თქვათ რა ტიპის მკურნალობა შეიძლება დაჭირდეს ადამიანს, იმიტომ რომ ძალიან ხშირია ბოლო პერიოდში გავრცელებული სტიმულატორების ხარჯზე დუალ დიაგნოზები, ანუ ორმაგი დიაგნოზი, ეგრეთ წოდებული, ანუ ადიქციაც აქვს და პლუს დამატებითი რაღაცა, რაც არ ვიცით, ჯერ თქვათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა გამოვლენილი, იმიტომ რომ ისეთი ნივთიერებებია, რომ ადამიანებს ჰალუცინაციები, ეჭვიანობა, მოლანდებები, მომზდები დრაგებს გულისხმობ. კი, რა თქმა უნდა, თვითონ ნივთიერების ბუნებაა ისეთი, რომ ამ ფსიქიკას უნდა რევს, მაგრამ და გვჭირდება ხოლმე თქვათ ექიმის, ფსიქიატრის ჩართულობა, ხო? მოხდება შეფასება პირველ ეტაპზე და რა თქმა უნდა, მე შემდგომი ეტაპი არის, რომ საინფორმაციო ტიპის, ასე ვთქვათ, მიეწოდება ინფორმაცია დაავადების და მკურნალობის გზების შესახებ, როგორ ხედავთ ჩვენ და რა თქმა უნდა, შემდეგი ეტაპია, რომ რამენაირად დავეხმაროთ, ანუ სამოტივაციო შეხვედრაა, რომ ის ნებაყოფლობით დათანხმდეს მკურნალობას. ანუ თუ ნება არ დაფიქსირდა, არც კანონმდებლობით არ შეიძლება და პლუს არაეთიკურია, მეორე რომ ძალით ვიღაცა ეგროგონიათ, რომ ციხეში ჩავსვავთ უმკურნალებთ, სახში გამოვკეტავთ უმკურნალებთ, ანუ არ მუშაობს ძალადობრივი მექანიზმი. ეს არის დროებითი თავშეკავების რაღაც ზომა, რომელიც შეიძლება რაღაც მომენტში მოყვებით, რომ უკიდურესი იყოს და სხვა გზა არ იყოს და ისეთი გამწვავება იყოს, რომ საფრთხეს ქმნიდეს და ეს გასაგებია, თუმცა საბოლოო ჯამში ფუნდამენტურ გამოჯამთელებას ეგ არ ნიშნავს და ასე შემდეგ, ხო? ამის შემდგომ ნებაყოფლობით თუ ის დააფიქსირებს ხელშეკრულებას არც იმის რაღაცა წახეზება რომ ან ცოლის ან დედის ან ვიღაცის ეს არ პოზიტიურ გავლენას არ აქვს. რა არის იცით წახეზება ხო რომ აი მაგალითად თქმა რომ იცით რა აი ჩვენ ყველაფერი ვცადეთ უკვე ერთმანეთში საუბრობენ და იცი რა ალბათ უნდა ცადო ეს ბოლო შანსი შეიძლება იყოს და თანამშრომლობა მხოლოდ მათთან თანამშრომლობა ანუ ჩვენ რატო გვეუბნებიან რომ ესეთ ნდობას როგორ მოიპოვეთ ამ ადამიანში ვეთანამშრომლებით და არა ჭუას ვასწავლით არც დირექტიული ტონით არ ვესაუბრებით და არც პირიქით ხო მსხვერპლის როლებში არ ვართ და აბა შენ რასაც გვეტყვი ყველაფერს შეგისრულებთ ეგრეც არ ვართ თუმცა ვართ ერთ სიმაღლეზე ანუ თანამშრომლობის ეტიკეტი ქვია მაგას და ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ და ასევე ვთავაზობთ იმ თეორიულ და პროფესიული რაღაცა ცოდნის გარდა პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც ზურგს უმაგრებს ჩვენი სტაფის უდიდეს ნაწილს, რომ ჩვენ მხოლოდ თეორიაზე არ ვსაუბრობთ. ანუ გვაქვს პრაქტიკული გამოცდილება, რაზეც ზუსტად შეიძლება ვიცოდეთ რა ტკივილს გადიხარ, რას გძნობ ეხლა, რა შეიძლება რომ ამ დროს დაგეხმაროს, იმიტომ რომ ეს გზა გავიარეთ ჩვენს. ხვდებით? აი ეს საინტერესოა, პრაქტიკული გამოცდილება, ანუ თქვენთან არიან თანამშრომლები, რომელიც თავად გაიარა ეს გზა. ეს არის ერთ-ერთი წარმართველი იმის წარმატებისა, რასაც დღეს გამოსავალი აღწევს. უბრალოდ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და მათ პროფესიული განამზადება სჭირდება, რომელსაც ჩვენი სახსრებით და ჩვენი მეთოდებით ვცდილობთ თქვა, რომ ეს გადავამზადოთ, იმიტომ რომ ბევრი მიზეზი აქვს ამას. თუმცა ყველაზე წამყვანი ლოკომოტივი და რა თქმა უნდა მე კომბინირებული მულტიდისციპლინარული გუნდი, საერთაშორისო მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკები ამაზე დაშენებული და ეს ყველაფერი ქმნის სარეაბილიტაციო სივრცეს. ანუ ადამიანი რომ მოხვდება რეზიდენტულ ცენტრში, მოდი ხა კონკრეტულ სერვისებს ვიტყვით. ეს კოჯორში რო არის? კოჯორი და წავკისი, ხო, ორი სახე. ერთი რაღაც ვთქვათ, წინაპირობა როგორც ვიცი არის, რომ ფიზიკურად გაწმენდილი უნდა იყოს. ანუ
ეგრეთ წოდებული დეტოქსი. აბსტინენციის ის უნდა იყოს მოგვარებული, რომ ადამიანს არ დაიწყოს ფიზიკური, ასე ვთქვათ, კივილები, ტოლვა, აბსტინენცია, რომ ვერ ფოკუსირდება იქ მიმდინარე მოვლენებზე. სანამ ადამიანს საბაზისო რაღაცები მოწესრიგებული არ აქვს, ძალიან რთულია რაღაცა ფსიქო განათლება მიიღოს, ჩაერთოს რაღაცა ფიზიკურ აქტივობებში, რელაქსებში, თერაპიებში. ანუ ეს მაყურებელისთვის ვთქვათ, რომ აუცილებელია დეტოქსი ფიზიოლოგიური, ფიზიკური აი, ამაზე დავაზუსტებ რა, როგორც დილეტანტი შეიძლება ბევრს აინტერესებდეს. აი ეს ფიზიოლოგიური გაწმენდა, რა პროცედურაა, რამდენი ხანი გრძელდება და აი ამის შემდეგ ლომკა იხსნება მთლიანად, ანუ ფიზიკური დამოკიდებულება. მადლობა, კარგი შეკითხვაა. მანდაც რა თქმა უნდა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე თუ რა ტიპის ნივთიერებებს მოიხმარს ადამიანი, რამდენი ხანია მოხმარებაშია, რა ტიპის, რა დოზებზეა. ეს უკვე ნარკოლოგის კომპეტენცია, რომელიც ჩვენ ექსერვისი ამ ეტაპზე არ გვაქვს, თუმცა არის საქართველოში ნარკოლოგიური ცენტრები, სადაც ანუ ვამისამართებ თუ ჩვენთან მოვიდა მანამდე და ეს გჭირდება, ან პირიქით იქიდან თანამშრომლობთ რა, ასე ვთქვათ, გააჩნია რომელ ეტაპზე არიან ადამიანები და გაივლის იმ ინდივიდუალური მოთხოვნის შესაბამის დეტოქსიკაციას შეიძლება ეს გაგრძელდეს 10 დღე, ალკოჰოლის შემთხვევაში შეიძლება ნაკლებიც იყოს 5-7 დღე, გააჩნია. არ არის ისეთი მაგრამ ნარკოდამოკიდებულების შემთხვევაში 2 კვირა, 21 დღე შეიძლება, ანუ ეგ კიდე რესურსებთან არის დაკავშირებული, არის სახელმწიფო პროგრამები სხვათა შორის მანდ და მხოლოდ მაგ ჯაჭვს ამ საერთო ფონიდან ამოღებულს რაღაცა დოზით აფინანსებს რიგებია, მაგრამ მაინც შეუძლიათ ხელმომჭირნე ადამიანებს ამითაც ისარგებლონ და ასევე აუცილებლად დავამატებ აქ, რომ შეიძლება მაგით ისარგებლოს, ანუ ფული თუ არა აქ ადამიანს, ანუ ვერ უნდა გამოჯამთელდეს, ხშირად ამას კითხულობენ, იმიტომ რომ ჩვენი სერვისით სარგებლობა ყველას არ შეუძლია, ხო? და ამას კიდე ცალკე მიზეზები აქვს, ვფიქრობ, რომ დღეს ამაზე არ ვისაუბროთ, მაგრამ ცალკე თუ გექნებათ სურვილი, შეგვიძლია ამ მიზეზებზეც ვისაუბროთ, ხო? მაგრამ ჩვენ ვეუბნებით ყველა პრობლემის მქონე ადამიანს, თქვენი ეთერის საშუალებით, ყველა იმ ეთერის საშუალებით, სადაც მეძლევა შესაძლებლობა, რომ თუ ადამიანს სურვილი აქვს გამოჯამთელების, დაგვირეკონ, ჩაეწერონ კონსულტაციაზე, მოვიდნენ და იმ მოცემულობიდან გამომდინარე და იმ შესაძლებლობიდან გამომდინარე, თუნდაც ეს შესაძლებლობა იყოს მატერიალური ნულის ტოლი, მაინც დავეხმარებით, რაც შეგვიძლია. ეხლა მესმის რომ ადამიანებს უნდათ რომ თქვა 8000 ლარიანი სერვისი მიიღონ, უფასოდ ამის შესაძლებლობა შეიძლება გამოსავალს დღეს არა აქვს, მაგრამ გვაქვს უამრავი საინფორმაციო ტიპის შეხვედრა უფასო კვირის განმავლობაში მინიმუმ 2 ჯერ. გვაქვს ასევე ონლაინ შეხვედრები, რომელიც თქვათ ასევე უფასოა. გვაქვს გადამისამართების შესაძლებლობა თვითდახმარების თანატოლთა ჯგუფებს ეძახიან, სადაც საკმაოდ ეფექტური, ასე ვთქვათ, გინახავთ ალბათ ფილმებში წრეზე რო ხდებიან საქართველოშიც არის და იქ, ანუ რაღაცა მიმართულებას, ხარდაჭერას და გზას მაინც დავანახებთ ამ ადამიანებს რა და ну ეხლა რა თქმა უნდა სასურველია რომ რეაბილიტაციაში მოხდეს, იმიტომ რომ იმ ფუნდამენტის ჩაყრა საკმაოდ რთულია, რომ ამ სოციუმის პირობებში, სადაც ტრიგერები ბევრია, გეპატიჟებიან უფასო ნარკოტიკებზე, ვიღაცა გეუნება 20 ლარი ხო არ გაქვს, მოდით, ანუ რთულია ამ ყველაფერს გაუმკლავდეს ადამიანი, როცა არ აქვს ამ გამოჯამთელების გამოცდილება და ჩვენთან თუ მოხვდა ცენტრში, ხა ისეთი უსაფრთხო გარემოა, ტელეფონი არ აქვს, ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. აი ეს კარგად ავხსნათ ახლა. აი ეს კოჯორშია რაღაცათაც. კოჯორი და წავკისი, ან ორი ლოკაცია, განსხვავება თერაპიულ მიდგომებში არანაირი არ არის, უბრალოდ წავკიშიც გაცილებით ცოტა მეტი სივრცეა, დიდი ეზოა და თქვათ აქვს დამატებით საუბარი. ორი ლოკაცია, სადაც ეს ადამიანები რამდენი მიყავთ? ეს დეტალები. ერთი სახლი არის 14 კაციანი, მეორეც 15-16 კაციანი. ანუ შეზღუდული. არ იცნობენ ეს. ეს ორი სახლი ცალ-ცალკეა. ცალ-ცალკე, აი ერთ სახლში. მაგრამ აი თითო სახლში დაახლოებით ერთ იგივე პროცესი მიდის და თქვათ ერთ სახლზე რო ვისაუბროთ, მიხვდებით იქაც რა ხდება. ანუ გაყოფილი რატოა? იმიტომ რომ ხარიცხი რო გეჭიროს თქვათ და იყო ბევრად უფრო პროდუქტიული 50 კაცთან ერთდროულად მუშაობა, ну თითქმის შეუძლებელია, იმიტომ რომ ხარისხი გივართება. საკმაოდ რთული სეგმენტია, საკმაოდ ბევრ რაღაც სირთულესთან გვაქვს საქმე, ინდივიდუალურ მიდგომებს მოიცავს გარდა იმ საერთო პროგრამებისა და მოკლედ არც ამის რესურსი, არც ამის კომპეტენცია, არც ამის სურვილი და არც ამის შესაძლებლობა ესე რო ვთქვა. ესე იგი, რა გზას გადის უკვე სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვედრის შემდგომ, ჩვენი ეგრეთ წოდებული ბენეფიციარი, პირველ რიგში მას ხვდება უსაფრთხო, მეგობრული და ოჯახური ატმოსფერო. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. და არა განსჯელი, რაც ხო, რა თქმა უნდა, ანუ არ არის იქაც მასწავლებელი მოსწავლის ფორმატი ან რაღაცა არ ვიცი მარტო ბანაკის რაღაც თემა რომ აი ვიხდება, აი წავიდა ადამიანი კოჯორში, შევიდა რაღაცა სახლია
ჯერ სხვები ხო ის 10 სხვა მომხმარებელი სხვა იმათ არ იცნობს. არ იცნობს, იქ ხდება გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, როდესაც ადამიანი თავის თავს ასე ვთქვათ, გაიცნობს, მიეგებებიან ეგრეთ წოდებული წინმავლები, რომლებიც უკვე ერთი თვეა, ორი თვეა, ზოგი მესამე თვეა უკვე იქ ცხოვრობს და გამოუცხადებენ მხარდაჭერას, თანადგომას და ანუ აი ეს ნდობის და ოჯახის ატმოსფეროს განაცდებინებენ პირველივე დღეს. შესთავაზებენ უამრავ დახმარებას. დასვი ბევრი შეკითხვა, თუ რამეს ვერ გაიგებ, კითხე, ჩვენ აქ ვართ, არ შეგეშინდეს, ჩვენ ეგ გავლილი გვაქვს, მოკლედ ბევრი мотиваცია ეს თვითონ იქ მაცხოვრებლების. პლუს ამას ემატება, რა თქმა უნდა, კომპეტენტური სპეციალისტები, ანუ კონსულტანტები, ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები, ეგთან, მოკლედ, ეს კომბინირებული ფსიქიატრი, ასე ვთქვათ, სტაფი უკვე პროფესიული, რომელიც აი ამ ატმოსფეროს შექმნას და შენარჩუნებას უწყობს ხელს და რა თქმა უნდა კორექციას ინდივიდუალურად და ფასილიტაციას უწევს იქ მიმდინარე პროცესებს და წამყვანი სპეციალისტია მაინც ყველა ღონისძიებაში. ეს რამდენი ხანი გრძელდება? სასურველია რომ სამთვიანი პროგრამა გაიაროს რა. არის ხოლმე შემთხვევები რომ თქვათ რთულია მათი დამოტივირება სამი თვით თავიდანვე ეჩვენება რომ აუ სამი თვე რა გაძლევს. თან არა ტელეფონი, არა ნუ პირველი თვის მერე უკვე იწყებენ კვირაში ერთხელ ოჯახში დარეკვას ვიდეო კოლით და სახში ესაუბრებიან კვირაში ერთხელ და მის პრობლემა იხსნება, მაგრამ საკმაოდ რთულია თავიდანვე უთხარო იცი რა. შენ შეიძლება 3-დან 6 თვემდე მკურნალო და აუ კაცი ფიქრობს 20 დღე ნარკოლოგიურში ვიწექი ხან. ამიტომ უფრო მარტივი გზა არის ხოლმე რომ მინიმუმ 1 თვით მოდიხარ და ყოველდღიურად აი რა ვთქვათ გამოსავალში არის რამოდენიმე კონსულტაცია რაც ამზადებს მე კოჯორისთვის და ხო აი წეგანას თქვი ეს წინასწარი კონსულტაციებით შეიძლება ერთჯერადიც საკმარისი იყოს მაგრამ შეიძლება რამოდენიმეჯერ დაჭირდეს ასევე შეიძლება ჩვენთან მოსული პირველადზე რომ დავაწვენთ მიმართულებით ნარკოლოგიურში იქა რო დეტოქს გადის, იქ ვაკითხავთ და იქაც სამოტივაციო შეხვედრას უტარებთ. იმიტომ რომ სანამ ის ზემოქმედების ქვეშ არის ცოტა გაბრუებულია თითქოს ყველაფერზე მარტივად დაყოლიებადია და იქ რო იწყებს ნელ-ნელა გამოფხიზლებას, მედიკამენტოზურ მკურნალობას, ცოტა ოდნავ საღადაზრდების უნარო შემოდის, იქაც მნიშვნელოვანია ვიღაცა მხარი დაგიჭიროს, გაჩვენოს თუნდაც ვიდეო სახლი როგორია, რა პირობები, აი ეს კითხვები დასვას, იქ რა ხდება, ტელეფონი რატო არ მექნება, რა იქნება რომ ცოტა ხანი მქონდეს და მოკლედ რაც კითხვები აწუხებს და შეიძლება ორჯერ ან სამჯერაც კი მოგვიწვიოს მოკლედ სამოტივაციო და საკონსულტაციო. და იქ ეუბნებთ რომ მინიმუმ 1 თვე იყო. ერთ თვეზე ნაკლებად, ნუ აზრს ვერ ვხედავთ. 1 თვითაც რო ამოდის დაბალია შანსი საომავლო ვთქვათ რემისიის ხანგრძლივად შენარჩუნების, თუმცა შანსი არსებობს, მაგრამ შედარებითია რა თქმა უნდა. ანუ ოპტიმალურად რომ მაინც 3 თვეა და ეხა ეს 3 თვე თუნდაც შინით რა ხდება. ხო აი ერთი ვთქვათ კონკრეტული დღე რო ავიღოთ, ისე იგი იწყება პირველ რიგში ადაპტაციის პერიოდს ვეძახით. ანუ 3-4 დღე ბენეფიცი აქვს ახალმოსულს, ეძლევა შესაძლებლობა რომ ადაპტირდეს, ანუ გაიცნოს ჯგუფი, გაიჩინოს ნდობა, დასვას ბევრი კითხვა, ვთქვათ, ოქროს დღეებს ეძახიან, გამოიყენოს ეს ოქროს დღეები თუ შეუძლოთ არის, წამოწვეს ცოტა ხანი, მოწყდეს 1 საათით რაღაც პროცესი, ანუ ვითვალისწინებთ ხო, ნუ თათ ეგრეც არა ისმენს რაღაცებს, მაგრამ ნუ აი რაღაც საბაზისო იმებს აკმაყოფილებს, რომ თვითნებურად გარეთ ვერ გავაეხა და ცოტა ხანში ამოვალ, ამას ვერ გააკეთებს, მაგრამ თუ ცოტა დაღლილია და მოსვენება უნდა, შეიძლება მოусვენრობა აქვს და სიგარეტის მოწვევა უნდა, ეხლა მაგით რაღაცაზე არავინ არაფერს არ ეუბნება. თუმცა დროთა განმავლობაში სასურველია, რომ ნელ-ნელა ადაპტაციას რო გაივლის, დაიწყოს იმ სარეაბილიტაციო პროცესებში ჩართულობის ხარისხის ამაღლება. აი როგორია ეს რეჟიმი ეგეც. ეხლა რაც შეეხება რეჟიმი ცოტა ესეთი თუ მაგრამ რეჟიმი არის, რა თქმა უნდა, დისციპლინა, იმიტომ რომ ძილის მოწესრიგება, კვების რეგულარული მოწესრიგება, საბაზისო მოთხოვნები რაც არის, რას ნიშნავს, რომ საღამოს 11-დან 12 საათამდე ვიძინებთ. ანუ სასურველია რომ ჩავიძინოთ. რა უწყობს ამას ხელს, ხო, ამ მელატონინის ჰორმონის გამოყოფას. უწყობს ის, რომ 4 საათის შემდეგ არ ვიღებთ ძლიერ მოქმედი რაღაც ჩაი, ყავა, კოფეინის შემცველი, ასე ვთქვათ, სითხეებს და თუნდაც გაზიან სასმელებს, რომლებიც ხელს უშლის ამ ჰორმონის გამოყოფას და შემდგომ გაგიჭირდება დაძინება, ისედაც ნივთიერებების გარო თავისუფლდება, ისედაც გაგიჭირდება დაძინება არენერვიულო, კიდევ არ დაიმატო თქვათ რაღაც, ხო? მეორე დღის განმავლობაში თუ არ ადექი მე 8 საათზე და ყველაფერში არ ჩაერთე და ეს ენერგია არ დახარჯე, საღამოს ისევ არ და ანუ ერთმანეთთან ხო შეჭიდული არის ყველაფერი და ამის ახსნა მიდის რამდენად მნიშვნელოვანია. მაგალითად ვერ დაიძინა პირველ დღეს და უჭირს მოდის კონსულტანტთან, დანიშნულებით შეიძლება საძილე წამალი მიიღოს რაღაც პერიოდი, ეგეც ოკეია და რაღაცნაირად თქვა 2-ზე ან 12-ის ნაცვლად ან 3-ზე ვცდილობთ რომ დავეხმაროთ რომ ჩაიძინოს. რა თქმა უნდა დილას უჭირს გაღვიძება, მაგრამ დილას რომელზეა გაღვიძება? 8-ზე.
ოჰო. ვაღვიძებთ. აღვიძებთ მაინც. აღოდ ესე კი არა, ადექი ბიჭო და გათენდა. სპეციალურად, ანუ ფუნქცია აქვს ადამიანს, მაგალითად გამღვიძებელი. აი მე წარმოვიდგინე. ხო ხდებით, ანუ ადამიანი, რომელიც ეხმარება ადამიანებს, კიდეთ რო აღვიძებთ, რომ დაეხმაროს, რომ ეს განრიგში რაღაცნაირად ჩაჯდეს. ეხლა იქ რა თქმა უნდა, ნახევარი საათი, იქ ნახევარი შეიძლება დიდ როლს არ თამაშობდეს, მაგრამ აი ეს ადგომა და შეწოლაც რაღაც ძალიან ერთმანეთთან და ზოგადი მთლიან ჯანმრთელობასთან ძალიან მაგარ კავშირშია და ვცდილობთ რომ ამაში აუხსნათ ეს და დავეხმაროთ. თავიდან რა თქმა უნდა შეიძლება მედიკამენტი იყოს საჭირო, თუ ნარკოლოგიურიდან მოდის და აღკვეთის მდგომარეობა. ამის შემდგომ განმარტება ხდება, რომ გვაქვს ყველა ჩვენი ფუნქცია, ანუ არ გვყავს იქ მათთვის დამლაგებლები. ყველაზე ხშირი პრობლემა რაც არის, რომ ცხოვრებაში მე ჩემი ის არ დამილაგებია, ლოგინის გასწორება არ ვიცი, რაში მჭირდება და ახსნები. ანუ გაცნობიერებაზე ყველაფერი. მაგალითად ის, რომ ლოგინის გასწორება და თვითდისციპლინის გამომუშავება გვეხმარება იმაში, რომ ვიყოთ მეტად პასუხისგებლიანები, დისციპლინირებულები და ამას მე ცხოვრების სხვა სფეროებში გადავიტანთ და აქამდე თუ არ გეკითებია ძალიან ცუდი და ეხლა მოვიდა დრო რომ ეს თერაპიაც არის. რა თქმა უნდა, ანუ შრომითი რაღაც ელემენტებით გაჯერება. გაჯერება. არა ჯანსაღ სოფხედველობასაც ცვლით. კი, ის რომ მე ცოტათი ზემოდან აი ხშირად მეუნებიან რომ სახში ორი დიასახლისი მყავდა ძმაო და ეხლა ლოგინი და ამალა პონტია და ხო ხდება ეს ტერმინოლოგიით ეხლა უფრო ხალხი კუჩური შლეიფი მოხდა. ხო რა ვითომ ტეხავს ძმაო რა დახავენ მე რომ ანუ ყველა ნახეთ ვინ უნდა გააკეთოს მაშინ სახში არავინ არ არის სხვა სიტყვაზე ხო და აი ესე როგორ ინაწილებენ ფუნქციების ჯგუფია სპეციალური სადაც ხდება ამ ფუნქციების ანუ სისტემაში ჩასმა როგორც ოჯახის ნაწილად რომ იგზნოს ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჭურჭლის გარეცხვა ჭურჭლის რეცხვა პერიოდულად ნუ თავიანთი სივრცეების გამოხვეტა იატაკის მოწმენა ბევრი ელემენტებია მაგრამ ეხა პირველ დღესო ყველაფერი ერთად გააკეთებინო შეიძლება ვერ გააკეთოს მაგრამ აი ნენია მაგალითად ტურის გადაწმენდით დაიწყე შენ ახლა ნახალმოსული ხარ მოდი აი მაგიდას გადაუსვით რომ ჭამთ იქ და ეხლა მტვერი და სითხე აქვს რაღაც ასწავლიან ესე უნდა დაასხა ესე უნდა გადავსვა მეორე ეტაპი იწყება მაგალითად როგორ მუშაობს სარეცხი მანქანა ხშირი პრობლემაა რომ არ იციან როგორ მუშაობს სარეცხი მანქანა ორი სარეცხი მანქანა სპეციალური ოთახია სადაც ეს ადამიანები ვინც უკვე გამოწრთობილები არიან ეუბნებიან რომ აი აქ გამოაღებ ჩაასხავ სითხეს მერე დააყენებ ესე ანუ როგორ უნდა იცხოვროს მარტო და დამოუკიდებლად მოახერხოს ფუნქციონირება რომ ჰიგიენა დაცული კონდეს და ტექნიკურადაც გამართულად იცოდეს რა როგორ არის ძალიან მნიშვნელოვანია და პლუს რომ თუნდაც ოჯახში ვინმესთან ერთად ცხოვრობდეს, რომ მისი პასუხისგებლობაც არის, რომ რაღაცა პასუხისგებლობა გაიზიაროს. მარტო ის ხო არ არის, რომ გაიხადე დაყარე, თქვათ და გამირეცხეთ, საჭმელი გამიკეთეთ, ჭურჭელი დამირეცხეთ, ნაგავი გადაყარეთ. ანუ ყველაფერში რაც შეიძლება რომ ოჯახში საჭიროება გაუჩნდეს ნებისმიერ ოჯახის წევრს, ვაგრძნობინებთ, რომ შენ სისტემის ნაწილი ხარ, როგორც აქ დაისწავლი, ისე გადაიტან მერე და ხშირად ოჯახის წევრები რომ გავწერთ ხოლმე პატრონსაც რა უქენით ჭურჭელს რიცხავს და თავის თებში გარეცხა და ნაგავი წაიღო ისით და ანუ უკვე თვითონ ოჯახის წევრებს იმიტომ რომ იქ რო ბრუნდებიან თუ ოჯახის წევრები არ არიან ჩართულები რეაბილიტაციაში თვითონაც თავიანთ გზა აქვს გასავლელი ხო უკვირთ ხოლმე და დაანები შვილო შენ თავარია ფხიზელი იყავ და მეუნებით რომ არ გააკეთოთ ეს აცადეთ ადამიანი მადლისთვის უნდა რომ თქვენ დაგეხმაროთ თქვენზე იზრუნოთ და ის სახლი თავისად ეგულებოდეს თავისად განიცდიდეს რომ თვითონაც საჭირო ადამიანია და რაღაცა შეუძლია ეგეც რამხელა მნიშვნელობის დატვირთვა აქვს რომ მათ აქვთ განცდა რომ უსუსურები ლუზერები არიან არაფერი არ შეუძლიათ მე ამას ვერ გავაკეთებ არ შემილია ძალა არ მაქვს მე უკვე ჩემი ცხოვრება გავირა ესეთ ტექსტები ნიჰილიზმით და უიმედობით გამსჭვალულები და შედალოცილო თუ იპოვა ამ ადამიანმა რაღაც თავის ადგილი და უხარია ძაღლის გასეირნება ნაგვის გადაყრა აი მოდი თანადამოკიდებულებებზე თანადამოკიდებულ ადამიანებზე კიდე ცალკე ვისაუბროთ კიდე რა მაინტერესებს აი ამ დღის რეჟიმში რამე კიდე დამატებითი აქტივობა გარდა იმისა რომ თავის თავს უვლიან აქვთ აი რაღაცა აი რა აქ მაინტერესებს ეხლა ნახეთ დღის განმავლობაში ტარდება მინიმუმ 6 ჯგუფური ღონისძიება ამ 6 ძალიან ინტენსიური პროგრამაა ანუ ეს არის როგორ იცი დილის რუტინაა თქვა ყოველდღიური რომ ეს მოაწესრიგემე რაღაცა და всё იწყება მაგალითად დილა იწყება საინფორმაციო ინტერაქციული სესიით ანუ ფსიქოგანათლებას ჩვენთან ეძღვნება ძალიან დიდი დრო და რატომ იმიტომ რომ მოხდეს დახმარება ამ ადამიანის გაცნობიერებაში მაგალითად რა სიმპტომები აქვს დამოკიდებულებას როგორ დაავადებას როგორ ვლინდება როგორ შეიძლება ამის აღკვეთა პრევენცია რა არის ასერტულო მოკლედ ნუ აი რა ინსტრუმენტებით შეიძლება რომ ამ ლტოლვებს გაუმკლავდეთ როგორ უნდა აღიარებაში ვითხოვოთ დახმარ ძალიან ესეთი კომპლექსური საინფორმაციო შეხვედრებია
სადაც ისინი ჩართულები არიან, სვამენ ძალიან ბევრ კითხვას და ძალიან საინტერესო ინიშნავენ რაღაცებს და საგანმანათლებლო ესეთი პროგრამაა, რომელიც 3 თვეზეა გაწერილი და ყველას თავის დანიშნულება აქვს. ამას ემატება ასევე 3 თვეზე გაწერილი ანალიტიკური დავალებების, ეგრეთ წოდებული აკინძული, თქვათ, ღონისძიებები და ამას ცალკე ღონისძიებას ეთმობა, რომ მცირე თერაპიულ ჯგუფებად იყოფიან და ხდება მე ამ დავალებების 3-4 კაციან სპეციალისტთან ერთად წაკითხვა. სერიოზული მუშაობა მიდის საკუთარ რა თქმა უნდა, ნუ ემოციებზე დაკვირვება მთელი დღის განმავლობაში, ABC მოდელით მოვლენების წერა, კლასიფიცირება, გამოხატვა, გაზიარება ერთმანეთთან, ეფექტური კომუნიკაციის დამყარება, გვერდიდან საკუთარი თავის დანახვა, ნუ რა ვიცი, საინტერესო უსაინტერესო, ძალიან ისეთი ინტენსიური, დატვირთული, რა თქმა უნდა, ფიზიკური აქტივობებით კვირაში 2-ჯერ, ვარჯიში კვირაში 2-ჯერ, იოგა, გაწელვა, მედიტაცია, რელაქსი, ანუ კომბინირებული პროგრამაა და არა ვთქვათ, ისა დაჯექი ტელეფონის გარეშე და გამოძელი შენ არის მრავალფეროვანია და ყოველ დღეს სხვადასხვა რაღაც აქტივობები ხდება და ნებისმიერი ადამიანს საინტერესოა. კინოთერაპია მათ შორის, ანუ კინოჩვენებები მიდის, ფილმების გარჩევა, არტ-თერაპია, ფსიქოლოგიური ტრენინგები, თამაშები, სახალისო, ანუ ბევრი რაღაცა და მე ამის განხილვა, აი როგორ გუნდური შეჭიდულობის რაღაც ტრენინგი, ძალიან საინტერესო პროცესი და რაც მთავარია ეფექტური, ანუ ეს არ არის ზაზას გამოგონილი რა. ზაზამ და გამოსავალმა შეიძლება რაც გააკეთა ყველაზე ისეთი ნიშანდობლივი, რომ ქართულ მენტალობას და მშობლიურ ენაზე ხელმისაწვდომობას შეუწყო ხელი და ამ ადამიანებამ და მოიტანა გასაგებ ენაზე. ეს არის ქართულ სტერეოტიპებს მოარგო. რა თქმა უნდა. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თორე არსებობს, რავი, დაახლოებით ალბათ 60-70 წელია მეტი ალბათ ამერიკაში და განვითარებულ ქვეყნებში ჩვენნაირი სივრცეები და ჩვენი მიდგომა ეს მინესოტური მოდელი რაც გულისხმობს აი ამ ბიო, ფსიქო, სოციო და სულიერ ელემენტებით გაჯერებულ 12 ნაბიჯის ელემენტებით გაჯერებულ სარეაბილიტაციო პროგრამას, აი იმ სარეაბილიტაციო ცენტრებში რაც გავაჟღერე რაოდენობა 75% ამ მეთოდიკას იყენებს. ეს არის ყველაზე კლასიკური და ყველაზე ძველი ასე ვთქვათ მეთოდი, მაგრამ სულ ინტეგრირდება და ახალ დაშენებებს მოიცავს. და ეცნობით რა თქმა უნდა, ჩვენ თანამშრომლობთ მაგალითად CBT ასოციაციასთან, ეს არის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის, ანუ ეს უკვე ფსიქოლოგიური მიდგომების, ასე ვთქვათ, ტექნიკების ნაირფეროვნება, რომელიც მტკიცებულებებზე დაფუძნებულია და ადიქციებთან კვეთაში ყველაზე ეფექტურად არის მიჩნეული დღეს სოფლიოში. ქართულ მაგათ საზოგადოებასთან ჩვენ ინტენსიურად თანამშრომლობთ, სუპერვიზიებს მათთან გავდივართ, ეხლა ერთწლიანი საპილოტო პროექტი გავაკეთებთ, ანუ ინტენსიურად ვეძებთ ახალ ტექნიკებს, ვაახლებთ ამ პროგრამას, უფრო დინამიურს და ადაპტურს ხვდით იმ გამოწვევების მიხედვით, რაც ნარკოსცენაზე ხდება და ასე შემდეგ. ხო, ანუ ეს არ არის ერთხელ გავაკეთეთ და დამთავრდა. სულ რაღაცა ცვლილებებს განიცდის, მაგრამ ეს ბაზა მაინც თქვათ შენარჩუნებული არის, რაც სულისკვეთებას, ატმოსფეროს და პრობლემის მქონე ადამიანებს რეალურ შესაძლებლობას აძლევს, რომ მოხმარების დანებების სრულით კი მოდიან ჩვენთან, მაგრამ სინამდვილეში მათი რეალური ცხოვრება ფუნდამენტურად შეცვალონ. ეს არის რეალური შედეგი რა. ანუ ეს არ არის რაღაცა ტყუილი დაპირება, წინა საარჩევნო თქვა და რაღაც, ხო? ანუ ეს არის რეალური და ასეულობით ოჯახი, ახლა იმ დღეს გეგმავთ რაღაცა ტიპის პრეზენტაციას, თქვა შედეგების და რაღაცა და ნუ დავთვალეთ და გამოვიდა, რომ დაახლოებით 125 ადამიანი დავთვალე მარტო ოჯახის წევრების გარეშე, რომლებიც დღეს ისევ რემისიაში არიან და გამოჯამთელებას აგრძელებენ და მე ვფიქრობდი, რომ დავპატიჟო საწავიყონო, იმიტომ რომ პროფესიონალებსაც უნდა დაუძახო დარგში მომუშავეს და ავედი სადღაც 300 ადამიანზე და ფიზიკურად მაგის სივრცე არ გვაქვს და შეიძლება რაღაც მოსაფიქრებელი გავა. ანუ უკვე არმია ადამიანების, ვინც ეს პროცესები გაიარა და დღეს და ამას 25 ადამიანის უკან მთელი ოჯახები ეს და გაამრავლეთ მინიმუმ 2-3-ზე საშუალოდ, ხვდებით, საშუალოდ და ანუ საკმაოდ ხელშესახებიან პროცენტულადაც რო შევხედოთ, საკმაოდ სერიოზულ შედეგებს ვხვდეთ. ეს არ არის ხმამაღალი განცხადება რა. სრული კურსი ვინც გაიარა, ეს არის 3-თვიანი დაყოვნების პროგრამა, პირველი ეტაპი და შემდეგ 3 თვე მერე პოსტრეაბილიტაცია გვაქვს, ესეც ამაზე ცალკე შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ეს არის პროგრამა, სადაც დილას მოდიან, საღამოს ბრუნდებიან სახლში. დილას მოდიან და ყოველდღიურად? ხო, შაბათ-კვირის გარდა. და უკვე აი რო დაბრუნდნენ, აქ როგორ უჭით ადაპტირება უკვე გამოფხიზლებულზე და რა სირთულეებს აწყდებიან და ამას რა უნდა უყონ და როგორ უნდა გადავახონ, ამისთვის დადიან ჩვენთან და მათთვის უკვე ცალკე ამ საერთო სარეაბილიტაციო პროგრამიდან ოდნავ
ამ ბაზაზე ხდება, მაგრამ განსხვავებული პროგრამა გვაქვს შექმნილი, რომელიც უკვე ამათ ეხმარება განსხვავებული დავალებებით, განსხვავებული ღონისძიებებით, ესეც სამთვიანი. ესეც სამთვიანი. ანუ ფაქტობრივად მთელი ნახევარი წელი თუ დაუთმობს ადამიანი მარტო თავის გამოჯამთლებას თუ ამის რა თქმა უნდა რესურსი დროს და შესაძლებლობა არსებობს, დაუთმობს დროს, ეს არის ყველაზე ეფექტური და ყველაზე სასურველი, იმიტომ რომ ამის მერე იწყება მოხალისეების პროგრამა, სადაც კვირაში ერთხელ ისინი უკვე სერვისად აღარ სარგებლობენ, მაგრამ ჩვენთან კომუნიკაციას აგრძელებენ, მოდიან როგორც გამოცდილების მქონე ადამიანები და უზიარებენ გამოცდილებას, ახლებს, კვირაში ერთხელ ჩვენთან შეგვიძლია დარჩნენ და ისევ პროცესებში ჩართულები იყვნენ, სიამოვნებთ სხვა ადამიანებზე დახმარება და შემდეგ, ესეც შეგვიძლია თქვა 3 თვე გავწელოთ ეს პროცესი და ნუ მერე თქვა თვითდახმარების ჯგუფებზე გადავიდეთ. ეს არის ყველაზე идеალური ვერსია, თან ინდივიდუალურია კიდე გააჩნია. და ძალიან მნიშვნელოვანი ზუსტად ეს არის, რომ მე რამდენადაც ვიცი, აი დეტოქსის შემდეგ ყველაზე ძალიან ამ პერიოდის ეშინია ნარკოდამოკიდებულ ადამიანს თუ ალკოჰოლი, იმიტომ რომ აი ის პირველი 1 წელია ყველაზე მნიშვნელოვანი, როცა ვერ უძლებს ფსიქოლოგიურ აი ამ სტატისტიკურადაც რეციდივი, რახან მორეციდივი დაავადება პირველ 18 თვეში არის ხოლმე ყველაზე, ნუ ეხლა მერეც ჩავარდნილან ადამიანები, რა თქმა უნდა. მაგრამ ყველაზე კრიტიკული მაინც ეს პერიოდია, ნუ ესეთი პირობით ზუსტად ამ დროს ხარ თქვენ ხარ და აი აქ ჭირდება ადამიანს, რომ აი გამყაროს რა თავის გამოჯამთელების გამოცდილება. ეხლა იქ ჩავარდნის მიზეზი რა არის? კი, სურვილი შეიძლება აქვს, მაგრამ ძალა და გამოცდილება არ ყოფნის და რესურსი როგორ უნდა გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს, ამ ტრიგერებს, ლტოლვებს, რაღაცა სიტუაციებს, ადამიანებს, აი ხო უხასიათობას, გუნება განწყობილების დაქვეითებას, ინტერესთა სფეროს ვერ ავლენს, რა უნდა ვაკეთო, არ ვიცი, სოციალურად საბუთები შეიძლება ახსოვდგენი აქ და მუშაობას, ანუ ჩვენ მარტო, ანუ რესოციალიზაცია და პოსტრეაბილიტაცია რას ნიშნავს, რომ მე ჩვენ უკვე უყურებთ პრობლემას, როცა ბრუნდება ის სოციუმში, ანუ უკვე ოჯახთან ერთად განვიხილოთ. მაგალითად, თქვათ რა პროფესიული გამოცდილება აქვს. სად შეიძლება რომ საომავლოდ დასაქმების პერსპექტივა იყოს. თუ ეს არ აინტერესებს და დამძაბველი სამუშაოა, მოდი ინტერესთა სფეროს გამოვლენაზე ვიმუშაოთ სპეციალისტებთან ერთად და დავეხმაროთ ამ ადამიანს, რომ მისთვის სასურველი და სასიამოვნო საქმიანობა მოვიძიოთ, თქვათ, ხო? თუ საბუთები აქვს ახსოვდგენი, როგორ გავიაროთ დინამიური შემოწმება, კონსულტაცია გაუწიოთ, გავაყოლოთ ადამიანი, ანუ მარტო ის არ არის, რომ თქვათ რეაბილიტაცია გაიარა და კარგად ბრძანდებოდი და მორჩა. ხო, ანუ მიდევნება, გვერდში დგომა, მხარდაჭერა, საიდან გვაქვს ეს ინფორმაციები გამოჯამთელებასთან დაკავშირებით? ყველასთან კომუნიკაციას ვაგრძელებთ ამდენ ადამიანთან. რაღაცა დოზით შენარჩუნებული გვაქვს ჩვენი community, გვაქვს რაღაც აქტივობები, ხშირად ერთმანეთს ვეპატიჟებით, ერთმანეთს ვნახულობთ, ანუ ესე არ არის, რომ ისარგებლა სერვისით და კარგად იყავი, ანუ თვითონაც არ უნდა რომ ეგ გააკეთოს. ანუ ვინც გამოჯამთელებას ირჩება ჩვენთან რაღაც ტიპის კომუნიკაციას მაინც ინარჩუნებს და მადლიერების უამრავი წერილები გვაქვს ჩვენ ახლა ხან rilsებში დებენ ხოლმე ჩვენები და ხან პოსტებად ალაგებენ, ძალიან ბევრი მსგავსი წერილი გვაქვს და რა თქმა უნდა ის უნდა ითქვას რომ ახლა 100%-იანი გარანტია რა თქმა უნდა არ არსებობს იქიდან გამომდინარე რომ ძალიან რთული და სპეციფიური დაავადება, თუმცა შეგვიძლია თავმად თქვათ რომ არ გვინახავს ადამიანი ვინც გულით და სულით გულწრფელად ჩაერთო ჩვენს პროგრამაში და ვერ მიაღწია შედეგს. აი გვინახავს ბევრი ადამიანი ვინც აღარ გაითვალისწინა ის პრინციპები თავის ცხოვრებაში რო წავიდა, დაიწყო რეკომენდაციების დარღვევა. ანუ იმ კონცეფციას გადაუხვია და რა თქმა უნდა იქაც შესაბამის შედეგი მიიღო და დაუბრუნდა მოხმარებას. ეხლა ეგრე რომ ყველაფერი აბა ვინც ჩვენთან მოვა, ყველა ვარიანტში განიკურნება და გამოჯამთელდება, რა თქმა უნდა მოტყუება არ და ჩვენ არ ვაპირებთ არავის მოტყუებას, ვეუბნებით რომ გამოგვიცხადეთ ნდობა, ჩაერთეთ, რამდენადაც თქვენ შეგიძლიათ დაიხარჯეთ, ერთი ნაბიჯი გადმოდგით ჩვენსკენ და ჩვენ 12 ნაბიჯს გადმოვდგავთ თქვენსკენ. აი ესე შეგვიძლია. საინტერესო. აუცილებლად ვთქვათ სქესთან მიმართებაც, ანუ ქალი, კაცი, ნუ რა თქმა უნდა მოლოდინი მაქვს რომ მეტი პროცენტი იქნება კაცები, ვინც მოგმართავთ და ალბათ მომხმარებელიც ეგრეა უფრო მეტად კაცი, თუმცა ქალებიც ხომ იქნებიან და ამ შემთხვევაში როგორ არის ერთად გადიან ამ რეაბილიტაციას, აი იგივე კოჭორი წავკის თუ რაღაც სხვა სპეციფიური მიდგომა გაქვთ თუ? მადლობა, ძალიან საინტერესო კითხვა. ჩვენ თავიდან მქონდა გამოცდილება, როგორც საერთაშორისო, ვთქვათ, რამოდენიმე პარტნიორ ცენტრებში ჩვენ ვიმყოფებოდით, როდესაც ვამზადებდით რეაბილიტაციის გახსნის პერიოდს და დავიწყეთ შერეული ტიპის რეაბილიტაციის კეთება. ანუ სადაც ქალები და ვაჟები ერთად ჯამთელდებოდნენ. თუმცა პრაქტიკამ დაახლოებით 6 თვიანმა თუ 7 თვიანმა გამოცდილება მაჩვენა, რომ მსგავსი ტიპის სერვისის გაცემა ბევრად უფრო მოდიფიცირებულ და რაღაცა ტიპის რეკომენდაცია დაცულ შენობა ნაგებობაში, გადამზადებული სხვა ტიპის სპეციალისტების მეთოდები, ანუ რაღაცა ტიპის განმასხოვებელი რაღაცებით უნდა იყოს აღჭურვილი, იმიტომ რომ ესე პირდაპირ როგორც ახლა ვთქვათ, ერთმანეთს ხელი შეუშალეს. ეს არის ჩვენი გამოცდილება, იმიტომ რომ
ბევრი მიზეზი აქვს მაგას და რატო? რამდენმეს ვიტყვი, ხო? როდესაც ისინი თანაცხოვრებაში იწყებენ გამოფხიზლებას, თქვათ იქ სექსუალური ენერგიები ღვიძებს, რაღაცა ლტოლვები ერთმანეთს ეს გაპრანჭვის პროცესი იწყება, ყურადღება ეფანტებათ გამოჯამთლებიდან და იწყებენ ნიღბების მორგებას, რომ აი საუკეთესო მხარეები გამოავლინო და საწინააღმდეგო სქესს ეპრანჭები. ანუ ეს ძალიან ისეთი ეგრეთ წოდებული მივიწყებული და ნივთიერებებით გაყუჩებული პროცესები იწყებს გაღვიძებას და მერე იწყება ეს გადახლართვა ერთმანეთში და მოკლედ საკმაოდ ძალისხმევას მოითხოვს და პროფესიონალისტს რომ ეგ ყველაფერი გარჩევ რისკ ფაქტორი არის მაღალი. შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება რომ გაგვიმიჯნა და მომავალში გეგმა ვთქვათ საერთო ტიპის რეაბილიტაციას, მაგრამ თუ ერთ სახლში მოხდება, ეს აუცილებლად ან ერთ სივრცეში მოხდება, ან ცალ-ცალკე შენობები გვექნება, ვთქვათ, გვაქვს პროექტი და გათვალისწინებული იქნება, შეიძლება რაღაც თერაპიულ ღონისძიებაზე, ვთქვათ, საინფორმაციოზე, სადაც მათი ჩართულობა არ არის ისეთი ინტენსიური, მოისმინონ ინფორმაცია, მაგრამ მე ისე ვთქვათ, გაიყონ, იქ აუცილებლად სპეციალისტებში ისე ქალბატონები უნდა იყვნენ ჩართულები, იმიტომ რომ საპირისპირო სქესთან სენსიტიურ და ინტიმურ თემებზე გახსნილობის კუთხით და გულწრფელობის კუთხით პრობლემები გვაქვს და ჩვენი სარეაბილიტაციო პროგრამა ძირითადად გულწრფელობაზეა დაფუძნებული და ადამიანი თუ ვერ ახერხებს რომ გაიხსნას, გულწრფელი იყოს და რასაც ფიქრობს, რასაც გზნობს, მაგაზე თუ ვერ ისაუბრა, ხო? ისე იგი ანუ როგორ ყავარჯინიან რეაბილიტაციას თავაზო? მოდი, ხო, ჩვენ რო ჩვენ თავთან ვიყოთ, ხო, გულწრფელები. ამიტომ ეგ გამოცდილება ვთქვათ, აღარ გავაგრძელეთ, გავმიჯინეთ და ქალების ცენტრი ქონდა ცალკე რაღაც პერიოდი გაკეთებული. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მომართვიანობა იყო გაცილებით დაბალი. იქიდან გამომდინარე, რომ იყო ბევრად სტიგმატიზირებული და ანუ ქალბატონებში ხო აღიარების თემა საქართველოში გაცილებით უფრო რთული კომპონენტია და საზღვარგარეთ ეს ვთქვათ უფრო მაღალ იმაზე დგას საფეხურზე და იქ უფრო არ ჭირს ამის გაკეთება. ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენ დროებით ქალების ცალკე ცენტრი ცოტა ხანი გავაჩერეთ, თუმცა გვაქვს რა თქმა უნდა დღის ცენტრი, სადაც ჩვენ რა თქმა უნდა სერვისის გარეშე მაგათ არ ვტოვებთ და თუ მანდა მაინც სტაციონარის აუცილებლობა დგას, ვუშვებთ საზღვარგარეთ იმ ცენტრებში, სადაც უკვე 20-25 წელია ვთქვათ, აქვთ გამოცდილება აი ამ შერეული ცენტრების აპრობირებული, ადაპტირებული და ასე შემდეგ. მაგრამ დღის ცენტრში მაგალითად ჩვეულებრივად შერეული პროგრამა არის და იქ სახლიდან მიდიან და იქ არანაირი ესეთი არის რაღაც რისკ ფაქტორები, რომელიც გათვალისწინებული გვაქვს და მიდის თერაპიები, თუმცა აი სარეაბილიტაციო სივრცეში აი ესე პირდაპირ ესე შეჯახება ერთმანეთის რა თქმა უნდა არ არის. ძალიან დიდი მადლობა და ერთი კიდე უკვე ბოლოსკენ შეჯამებისკენ რომ წავიდეთ, აუცილებლად ვისაუბროთ თანადამოკიდებულ ადამიანებზე, იმიტომ რომ ძალიან დიდი გავლენა ზუსტად დამოკიდებულ მიჯაჭვულ ადამიანების ცხოვრებაში თუ რეაბილიტაციაში სწორედ თანადამოკიდებული ადამიანები თამაშობენ და ძალიან ბევრმა არც იცის რომ რა არის ეს რას ქვია თანადამოკიდებული პირიქით მე გადასარევად ვარ კაცო რა თანადამოკიდებული ეს ტერმინის დონეზეც კი ჯერჯერობით უცხოა. მოდი ავხსნათ ვინ არის თანადამოკიდებული და პირველ რიგში მადლობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია როგორც ყველა დანარჩენი რაზეც ვისაუბრეთ. ანუ ეს არის ოჯახური დაავადება რა. არ არსებობს შემთხვევა მე არ მინახავს ყოველ შემთხვევაში და საერთაშორისო გამოცდილებას. ანუ ადამიანი რომელიც არის თქვათ ადიქციის პრობლემის მქონე ადამიანი, ვისთანაც არის თანაცხოვრებაში და ანუ ერთ სივრცეში ვისთანაც იყოფს და იზიარებს სივრცეებს, რომ ის ადამიანები არ იყვნენ თქვათ ასევე რაღაცა ტიპის პრობლემების ქვეშ, მოდი ესე ვთქვათ, ხო? ანუ თანადამოკიდებულება იგივე დამოკიდებულების მახასიათებლებით არის გამოვლენილი, თუმცა მიჯაჭვულობის ობიექტი არის თვითონ ნივთიერებებზე თქვათ პირობითად ნივთიერებებზე დამოკიდებული ადამიანი. ანუ ადამიანი, რომელიც თანაცხოვრებაშია დამოკიდებულ ადამიანთან, ეს არის თანადამოკიდებული ადამიანი. ეხლა რატო ამბობთ ხოლმე, მარტივად მაგალითებით ვიყოთ ხოლმე საუბარი. მოვლენ და ბატონო ზაზა, აი ეს არის ჩვენი პრობლემა. ეს თუ მოხმარებას თავს დაანებებს, ჩვენ ყველანი კარგად ვიქნებით და შემოაგდებენ ხოლმე ესე და აი ეს ოღონდ ამან თავი დაანებებს. აღმოჩნდება რატომღაც, რომ ეს ადამიანი დაანებებს თავს, სასწაული მოხდება თვითონაც რო არ ჯერათ, დაანებებს მოხმარებას თავს, მაგრამ რატომღაც პრობლემები არ თავდება და მე უკვე თითქოს ესეც უნდა იყოს თემებში, აი ამას არ აკეთებს, იმას აკეთებს, ანუ გრძელდება. ისე გრძელდება და ზოგადად ანუ მიჩნეულია, რომ დაახლოებით 30-40%-ით წევს გამოჯამთელების ალბათობას ოჯახის წევრების ჩართულობა პროცესებში. ანუ ის ოჯახები, რომლებიც არ ერთვებიან, ხო, ის იმათი ოჯახის წევრების გამოჯამთელების შანსი დაბალია, მაგრამ თუ ჩაერთვენ ოჯახის წევრების, ისე ეხმარება რა თქმა უნდა
ოღონდ ნახეთ როგორ ეხმარებიან. ისინი ეხმარებიან საკუთარ თავს და ამით ეხმარებიან მე ან თვითონ უნდა გაიარონ დამოუკიდებელი კონსულტაციებით, ფსიქოთერაპია თქვენთან, რომ განიკურნონ თანადამოკიდებულებას. რა თქმა უნდა, ანუ განიკურნონ ხო ვამბობთ, კიდე არ ვამბობთ ხოლმე ამ სიტყვას, იმიტომ რომ ეგეც მოროციდივია, იმან ემოციურ ჩავარდებთან გვაქვს საქმე და ძალიან რთულია სრულ რემისიას მიაღწიოს ადამიანმა. აი ნახეთ, გაუთავებელი კონტროლის სურვილი, ვიცოდე სად არის, რას აკეთებს, ვისთან ერთად არის, ტელეფონზე არ პასუხობს. აი ხა გქონდა მაგალითად ბოლო შემთხვევა, რაც შემიძლია გავიხსენო, ერთი დღე რო კონტაქტზე ვერ გამოვიდნენ ადამიანთან, რომელმაც მკურნალობა დაიწყეს ჩვენთან კომუნიკაცია ყველა სპეციალისტთან და საკონტაქტო ნომერთან, ვისთანაც რაიმე ეგულებოდათ და იცით რა ბატონო, აი ის არიცით თქვენ, ანუ სულ უნდათ რომ ხმა მაინც გავაგონეთ, აი იქნებ პატარა ვიდეო მაინც გადაუღოთ და სამხალო პრობლემაა რომ ნდობა არ აქვთ, ხო ისე? რა თქმა უნდა, ნდობა არ აქვთ, ერთი და მათთან კომუნიკაციის გარეშე არაცნობიერად ვერ იძლებენ, ხვდებით? ანუ ის ხო თითქოს მთელი ცხოვრება ის მათ აზიანებთ და წარმოიდგინეთ ეს დაზიანების ალბათობა რომ საფრთხის ქვეშ დგება და აღარ არის ეს ემოციური მიჯაჭვულობის თემა ხო აქტუალური, ფუნქციას კარგავენ. აღარ იციან რა გააკეთონ, იმიტომ რომ ამდენი წლის განმავლობაში რომ ამ ადამიანის ცხოვრებით ხარ მოცული, უნდა იცოდეს სად არის რეკვები, ნუ სასწაული ისენი გვაქვს ჩვენ кейსები, დედა და დეიდა მაგალითად როგორ უთვალთვალებდნენ, აბა ობიექტი გამოვიდა მიდან სადარბაზოდან ეხა მოემართება და ანუ თელი ამბებია რა, ესე მარტივად არ არის, იმიტომ რომ მათ ნახეთ რა არის კიდე მთავარი სიმპტომი, რომ განცდა აქვთ რომ მათ შეუძლიათ რომ გადაარჩინონ. მიუხედავად იმისა, რომ წლებია თავისი მეთოდებით ცდილობენ და ცუდის მეტი ანუ ვერაფრით ანუ განაცუდ კონტექსტში არ ვამბობ, მაგრამ არ აქვთ გამოცდილება როგორ უნდა დაეხმარონ და შესაბამის შედეგებზეც გადიან. ცდილობენ თავიანთი მეთოდებით დახმარებას და დათურ სამსახურს უწევენ. ქალბატონს ვეკითხებით, ქალბატონო, აი ტელეფონი რო გამოუტანეთ ლომბარდიდან, თქვა თქვენი აზრით დაეხმარეთ თუ უარეს გაუკეთეთ? არა, იცით რა არ ხომ და ვიცოდე სადაც. კარგით, მაგრამ ეხლა რო იცით სად არის და ამ ტელეფონი რო ისევ ხელმეორედ დაალომბარდა და ისევ არ იცით, ისე უნდა გამოუტანოთ თქვენი აზრით. იცით რა, ხო უნდა ვიცოდე, ანუ ერთ-ერთიგივე პასუხებს, ანუ იმას რო ირიბად თუნდაც ნივთიერებების საკიდელ ფულს აძლევს მშობელი ამ ტელეფონის სინქრონულად გამოტანაში ლომბარდიდან, ხო? მაგას ვერ ხვდება. ანუ მე ხო უნდა ვიყო კონტაქტზე თემით არის შემოფარგლული და იმის იქით ვერ ხედავს, რომ ის რატო დაალომბარდა, რომ კითხო, ხო, აქვს თავის პასუხი, მაგრამ თავს არიდებს ამ პასუხს რა და ურჩევნია რომ ხმა გაიგოს. აი, ყველაფერზე თანახმოვარბად, ოღონდ ხმა გავიგო. აი, მთელი ღამე რო ვურეკავ და არ პასუხობს და რომ ეტყვის, რომ ხო, დედა, всё, მე რომ ანუ არა აქვს მნიშვნელობა, ფხიზელია, დაიჭირეს, გამოუშვეს, ნარკოტიკი გაყიდა, იყიდა, წაიღო, ვისთან ერთად, მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა. თავარია რომ ხმა გავიგო. ანუ ამ ადამიანებსაც ახლა ისე რომ არ გამოვიდეს, რომ რაღაცნაირად ესეც გაუცნობიერებლად ხდება, ხო? და მათაც აქვთ ეს რაღაც დეფექტები თუ რას დავარქოთ აი შინაგანი რაღაცა და ჭირდებათ დახმარება. აი რა რეკომენდაციას მისცემთ? რეკომენდაციას, ყველაზე მარტივ რეკომენდაციას მივცემდი, რომ მაგალითად არ გავაკეთოთ ის, რაც არ მუშაობს. აი ძალიან მარტივი რეკომენდაცია. მაგალითად არ გამოუტანოთ ხელმეორედ ნივთები, არ შეუწყოთ ხელი მათ. ერთი და იგივე შეცდომა. არ აიღოთ ხო მათ ნაცვლად პასუხისგებლობები, აი ხშირია ხოლმე ცით რა დაოჯახდა და აი ცოლი მოიყვანა და შვილი ყავთ. მერე აი ჩვენ გვიწევს გაზრდა და ნუ ყველაფერს ჩართულები არიან. ბაღში წაიყვანე, მოიყვანე ფასიანი, გადაუხადე ბაბუა, ბებია, ნუ ყველაფერს აკეთებენ. ანუ ნახეთ შვილის პასუხისგებლობა, ანუ იმ ბავშვის მამის პასუხისგებლობებს ასრულებენ და ამით კიდევ უფრო უღრმავებენ განცდას იმ ადამიანს, რომ ხო, იმას არ შეუძლია და ნახეთ ის როლი და პასუხისგებლობა, ანუ ვიღაცა მეტყვის, აბა ოჯახის წევრები რისთვის ვარ? კი, გასაგებია, ყველაფერი დახმარება და მხარდაჭერა მისასალმებელია, ხო. იმ დროს, როდესაც ყველაფერი კარგად არის და შენ გენაცვალე და კი ბატონო, პირიქით ხო, ოჯახია და ერთმანეთი უნდა გავიტანოთ, მაგრამ როდესაც ჩვენი ქცევით ხელს ვუწყობთ მის დამოკიდებულებას და იმ ადამიანს უფრო ღრმა მოხმარებაში იყოს და ვერაფერი ვერ გააცნობიეროს, თქვა და არ ვეხმარებით, რომ გააცნობიეროს და აღიაროს პრობლემა, ხო, აქამდე თუ ვერ მივდივართ, ხო? რა თქმა უნდა, სასურველია რომ ეს არ გავაკეთოთ. აი დაუშვათ თანადამოკიდებული ადამიანი უფრო მალე მიხვდა, რომ ადამიანს სჭირდება დახმარება, ვიდრე დამოკიდებულმა ეს გააცნობიერა. აი რა ნაბიჯები უნდა გადადგას მან, აი თქვათ მოვიდა თქვენთან და აი როგორ შეიძლება რომ დამოკიდებული ადამიანი მიახვედროს თქვენი დახმარებით, რომ გააცნობიეროს რომ მას აქვს პრობლემა და
სჭირდება დახმარება. კი ბატონო, არსებობს რამოდენიმე ეგრეთ წოდებული ტექნიკა, რომელსაც ინტერვენციასაც ეძახიან, ანუ გარედან ჩარევას, ამზადებენ ოჯახის წევრების სპეციალისტები, როგორ უნდა ესაუბროს, რომელია შესაფერი სიდრო, როგორ მიანიჭოს მნიშვნელობა, რა შეიძლება რომ ითქვას, რა არ მივცეთ თქვა ტყუილი დაპირებები, რომ აი მაგალითად შენ თუ ისევ გააგრძელებ ამას, მე ამას აღარ გავაკეთებ და მაინც აკეთებ. ანუ ჯობია მაშინ რომ თუ ვერ აკეთებ, არ უთხრა. ანუ თუ აგძელებ მაინც კეთებას რაღაცის, აღარ დაემუქრო, იმიტომ რომ მაინც ვერ უსრულებ ამ მუხარას, ვთქვათ, ხო? აი ესეთი მარტივი რაღაცებით იწევ, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე ისეთი მუშა და ეფექტური მეთოდი ჩვენი სპეციალისტების და ჩვენი გამოცდილებით რაც არის, ეს არის რომ დავამოტივიროთ თანადამოკიდებულები, ამ შემთხვევაში ოჯახის წევრები, რომ საკუთარ გამოჯამთელებას მიხედონ. ანუ მაგაზე კარგი გზაა მათი დახმარების ფიზიკურად არ არსებობს. ანუ დაიწყოს ამ ადამიანმა საკუთარი გამოჯამთელებაზე ზრუნვა, თავისი დღე დაგეგმოს, რელაქსით დაგეგმოს, საკუთარ თავს მიხედოს, უფრო მეტი დრო დაუთმოს. ანუ თითქოს იგნორსაც გავს იმ ადამიანის რაღაც ადიქციური ქცევის, მაგრამ მინიმუმ არ რეაგირებას რა, მის რაღაცა манипуляციებზე, მოთხოვნებზე, ჭუბზე, აი მოდი შენი ცხოვრებით, იცხოვრე თითქოს იმას უთხარი, რომ იცი რა, პირობითად ვამბობ, რომ აი შენ და მე დიდი სიყვარულის და გამო მივიღე გადაწყვეტილება, რომ ხელი აღარ შეგიწყო ამ დაავადების განვითარება და ბოლოში, შენ რო ეს მდგომარეობაში ხო ვერ გიყურებ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ, ამიტომ გადავწყვიტე, რომ მე ჩემი თავი მაინც გადავარჩინო, იმიტომ რომ შენთან ერთად მეც ფსიქოლოგიურად, ემოციურად, ფიზიკურადაც კი სომატურ დაავადებებს იწვევს ძალიან ბევრ სხვათა შორის, ხო? გადავწყვიტე რომ მივხედო ჩემ თავს და არ ვაპირებ შენთან ერთად სიკვდილს. აი ეს არის მარტივი მესიჯი, თქვათ ახლა ამ სიტყვებით შეიძლება არ უთხრას და ადამიანი ყველა ინდივიდუალურია, მაგრამ აი მიმართულება ძირითადად ეგ არის, რომ ოღონდ ამას თუ ვეტყვით, ამის გაკეთების რესურსიც უნდა მქონდეს. უბრალოდ ახლა ეგეთი მუხარა და ის იმდენი ექნება მოსმენილი, რომ მაგრამ ნუ არ სრულდება და ადამიანი ხო, ანუ ეგ არის რა, მაგაზე მეტი მუშა მეთოდი ფიზიკურად არ არსებობს. დაძალება არ მუშაობს, ხვეწლამუდარა არ მუშაობს, ჩემ თავს გაფიცებ არ მუშაობს, იმის ხათრით, ამის ხათრით არ მუშაობს, ანუ ის რაც ცადე უკვე და არ მუშაობს, ამაზე ვარის თქმა და რაღაცა ალტერნატიული ზებნა და ეს ალტერნატიული რაღაც არის საკუთარ პიროვნულ თუნდაც განვითარებაზე ზრუნვა. და თქვენ გააქვთ პიროვნული დისკურსები, სარიაბერ დოცენტ გამოსავალი, ეს ამ მიმართულებასაც ითავსებს და ფაქტობრივად აქ შეიძლება მოვიდენ ამ კურსებზე არა მარტო თანადამოკიდებული, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც უნდა პიროვნული ზრდა. როგორც თავში ვთქვით, გარდა ვთქვათ ესეთი მწვავე გამოვლინების ადიქციის, როგორიც არის ნარკო, ალკო და თამაში დამოკიდებულება, ვთქვით ხო არის ემოციური მიჯაჭვულობა, არის ურთიერთობების პრობლემა, არის სამსახურზე დამოკიდებულება. ადიქცია აბსოლუტურად ყველას გვაქვს ალბათ. რაღაც გვაქვს, მაგრამ ნახეთ, როდის ხდება პრობლემატური, როდესაც ის შენ ცხოვრებაზე აისახება და შენ ვეღარ ცხოვრობ ხარისხიანი ცხოვრებით. ანუ ეს არის მარტივი კლასიფიცირება, ვთქვათ, როდის შეიძლება, ეხლა საკვებზე ყველა ვარ დამოკიდებული, მაგრამ საარსებოდ გჭირდება, ჰაერზე ვარ და ასეთ რაღაცებზე და ეგეც მიჯაჭვულობაა, ვთქვათ, ხო და დამოკიდებული ხარ. თუ არ გექნება ჰაერი, ვერ იქნები. თუ არ შეჭამ, ვერ იარსებებ, მაგრამ თუ ბევრს შეჭამ და მიიღებ ბევრი რაოდენობით ჩაქრის შემცველ პროდუქტებს და თუ ამას აკეთებ უკვე შენ ნეგატიური ემოციების გასაყუჩებლად, ეს უკვე შეიძლება იყოს კორექციის და სპეციალისტების ჩარევის წინაპირობა. აი ესე შეგვიძლია მარტივად გავდეთ. თუ თქვენ იმაზე ხართ დამოკიდებული, თქვა, ეგრე შეიძლება ალკოჰოლზეც ვიღაცამ გითხრას, რომ ახალწელს არ დავლიო, დალი თუ არ გიქმნის პრობლემა შედალოცილო, ხა მე პროპაგანდას ალკოჰოლს ვერ გავუწევ როგორც ლეგალურ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ერთხელ მიიღებს სამჭიქა ალკოჰოლს და მე შეიძლება 3 თვე, 6 თვე საერთოდ არაფერი აღარ მიიღოს და მის ცხოვრებაზე რაც თავარი არ აისახოს და არ იყოს ეს ადამიანი მოცული შემდეგი დალევის პროცესში. всё. მორჩა, იცხოვრე, შეგექმნა სიტუაცია, მიიღე, შეირგე, კარგად იყავი, კი ბატონო. აი, ჩემს გარშემო ძალიან ხშირად შემიძლია, რომ ალკო დამოკიდებულება ალბათ უფრო რთულად გაცნობიერებადია რა, ვიდრე ნარკო დამოკიდებულება, იმიტომ რომ მოკეიფე ხალხი ვართ მენტალობაშიც გვაქვს ეს და აი მე ვიცი ადამიანები, ვინც ძალიან ხშირად მოიხმარენ ალკოჰოლს, მაგრამ ოდნავად ეჭვის დონეზეც კი არ უშვებენ, რომ შეიძლება იყვნენ ალკო დამოკიდებულები. ძალიან ხშირია გამოვლენება და სხვათა შორის ქალბატონებშიც არის ხშირი ესა რა პროცესი, როდესაც ადამიანები მატონიზირებელი, აი საქმე რო კარგად ანუ ყველანაირი მიზეზს და არგუმენტებს მოგიყვანენ, რატო უნდა მიიღოს, მაგრამ რო დაუსვათ კითხვა, აი გიფიქრიათ, რომ მაგალითად რატომ არ უნდა მიიღოთ? თქვათ ნივთიერება და თქვათ ესე ხარისხიანად იცხოვრეთ ამის გარეშე. ანუ ეს ხო ყავარჯენია, ეს ხო დახმარებაა, ეს ხო რაღაც ხელოვნურად შემოსული არის შენს ორგანიზმში და იმ რაღაცა ანტიდეპრესიულ თუ რა ეფექტითაც იღებ, რა მოტივითაც იღებ, ხო გეხმარება, უთ ხელოვნურია.
და ამას სახელს არ არქმევენ. ხვდებით რატო არის პრობლემა და ფიქრობენ რომ აი ყველა სვამს და რა მოხდა ეხლა და აი ამისთვის და ამიტომ და ეხლა საქართველოში რო დაიწყეს 30 დეკემბრიდან დღესაც სვამენ პირობითად და ამბობენ რომ ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. 14 დღეს რო გადააბავ ადამიანი რეალურად ხარ დამოკიდებული. არა, ეგრეც ვერ ვიტყვით. ყველა დღესაც ეგრეც ვერ ვიტყვით. ძალიან ინდივიდუალური ალკოჰოლთან დაკავშირებით ცოტა ის არის ძალიან ბევრი სკრინინგ ტესტი, შეფასები, სადიაგნოსტიკო რაღაც. მოკლედ, საკმაოდ ისეთი შესაძლებელი ამბავი იქ რაოდენობაზე მხოლოდ და ინტენსივობაზე არ არის დამოკიდებული. შეიძლება ჭარბად მსმელი იყოს, მაგრამ ცხოვრებაში რაღაცა კონკრეტულმა სერიოზულმა გამოწვევამ ადამიანი ასე სპონტანურ იმაში გადაიყვანოს და საერთოდ აღარ დალიოს. ესეთი შემთხვევებიც არის. ამიტომ ესე გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ ყველა ალკოჰოლ დამოკიდებულია, მე მგონი ამოვწურეთ ამ ეტაპზე ეს თემები და ძალიან საინტერესოა და მართლაც სარეაბილიტაციო ცენტრი გამოსავალი ამართლებს თავის სახელწოდებას და აქვს სუპერ ხელშესახები, შედეგები და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისათვის. მადლობა თქვენ, ვისარგებლებ ასევე და ძალიან დიდ მადლობას მოვუხდით ჩვენს გუნდს, რომელიც საკმაოდ ძალისხმევას და ძალას არიშურებს, რომ ამ პრობლემის მქონე ადამიანებმა იპოვონ გამოსავალი, გამოუვალი მდგომარეობით. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ბატონო ზაზა და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ თქვენ დასაწყისში თქვით, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს თუ არა ამის ფინანსური საშუალება, უწევთ შეძლების დაგვარად დახმარებას, რომ ამისთვის ძალიან დიდი მადლობა და იმედს ვიტოვებ, რომ თქვენც გექნებათ სათანადო ორგანოების მხრიდან შესაბამისი მხარდაჭერა, რომ კიდევ უფრო განვითარდეთ. სახელმწიფოდან პირდაპირ თქვით. იმედი გვაქვს, კი. და უფრო მეტი ადამიანი დააყენოთ სწორ გზაზე და გამოეჯანსაღოთ ფიზიკურადაც და სულიერ-დაც. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მადლობა და ვემშვიდობებით მაყურებელს და შევხვდებით კვლავ პოდკასტით. ნახვამდის.